პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დეკანოზი გიორგი მამალაძის შრომდგომლობა ერთსულოვნად გადაწყვიტა წმინდა სინოდმა რომ უშრომდგომლო პრეზიდენტთან გასანთავისუფლება. აქამდე რატო ვერ შეძლო ეს მეორე წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა სინოდის თავმჯდომარემ მე მიმაჩნია რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. თქვენ მღვდელმთავარი აღარ ხართ? რატო მიზეზად რა თქვენს? რა გითხრეს მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდნის. ბატონო პეტრე, ვინ სინოდის თავმჯდომარე. აი კათოლიკოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ყავს პიდარასტის მამათმავლური ცოდვით შემხრობილი თავმჯდომარე სინოდს. რას ვანებ? კვლავ მოგესალმებით, მშვიდობას, გამხელობას ვისურვებ ყველას, ყოველ ქართველს, საქართველოს ყოველ მოქალაქეს, ყველას ვინც გვისმენს, ტექნიკური მიზეზის გამო გიხდით ბოდიშს, წვეტა იყო, იძულებული ვიყავით, აი ადგილიც კი გამოიცვალეთ. დიახ, მოგეხსენებათ აი შორი ქვეყნიდან ვცდილობთ ასე მოგაწვდინოთ ხმა და ზოგჯერ ხდება ხოლმე ჩვენს ჩართვებში ასეთი ტექნიკური ხარვეზი. დღეს როგორც ნახეთ თქვენ კადრები და მოისმინეთ, ერთი წელი გავიდა იმ მოვლენიდან, აი რაც ახლახანს თქვენს ეკრანზე იყო. შარშან 31 ოქტომბერს გაიმართა სინოდის საგანგებო სხდომა, რომელსაც სხვა საკითხები უნდა განეხილა, მაგრამ აი ამ თემამ, რაც მოისმინეთ, გადაწონა ყველა სხვა საკითხი და სინოდის ერთ-ერთმა წევრმა თავის თავმჯდომარეს, სინოდის თავმჯდომარეს და პატრიარქს წარუყენა უმძიმესი ბრალდება ხორციელ ცოდვათა შორის ყველაზე მძიმე, რასაც ქვია სოდომიის ცოდვა, მამათმავლობა, აი მომიტევეთ გამოთქმა, მაგრამ ასეთი სამწუხარო რამ არის. ეს ამბავი შემდეგ გარეთ გამოვიდა იქ საპატრიარქოს ეზოში ჟურნალისტებთან, ტელეეკრანებთან, ასე ვთქვათ, კამერებთან, დიახ, და ტელეეკრანებთანაც, იმიტომ რომ ეს პირდაპირი ჩართვაც იყო იქიდან, განხორციელებული თუ ჩართვები, ამ ამბავმა გაიჟღერა და შემდეგ აი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა სამწუხაროდ ეს ამბავი, როგორც ჩანს სხვაგვარად ეს ვთქვათ არ მოგვარდებოდა და ჯერჯერობით არ გვარდება კიდე დღემდე. აი ეს ადამიანი, ეს მიტროპოლიტი ამ ამბის გარკვევას ითხოვს დღემდე, იგი მოითხოვს საეკლესიო სასამართლოს, მაშინაც მოითხოვდა, თუ გახსოვთ, ვინც უსმინა იმ დროს იმ მოვლენებს და ის ამბობდა, რომ მეორე დღესო გაგრძელდეს სინოდის სხდომაო და 12 საათისათვის მე 12 მოწმენს მოვიყვანო აქ დაზარალებულს და მბრალმდებელსო, რომელიც ჩემი სიტყვების სიმართლეს დაამტკიცებსო. დღემდე ასეთი კრება არ შემდგარა, ჟულის კანონი კიდე მოითხოვს ასეთი ბრალდების შემთხვევაში, მით უფრო ასეთი მძიმე ბრალდების შემთხვევაში კრება აუცილებლად უნდა იქნას მოწვეული, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მბრალმდებელი. აქ არის ისეთი ბრალდება, რომ აქ ყველას შეუძლია ჩაერიოს ამ საკითხში ჩვენც ამიტომ ვერევით, არის ვინმე საქართველოს ეკლესიის წევრი თუ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირი თუ საერთოდ საქართველოს მოქალაქეც შეიძლება ითქვას ასე არის თუ არა, ამას ახლა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ ქრისტეს ეკლესია საერთოდ ერთი არის მსოფლიოში და ქრისტეს ეკლესიის ყველა წევრს, რა თქმა უნდა, დიახაც უნდა აწუხებდეს თუ ეკლესიაში არის ისეთი დიდი უზნეობა, რაზეც აქ არის ახლა ვთქვათ საუბარი. ამიტომ ჩვენ რახან ეს ერთი წელი გავიდა, დღეს გადავწყვიტეთ რაღაცნაირად აი სიმბოლური ყოფილიყო და ჩართვების მოგვეხდინა ჩვენ სამდღევანდელ მე-13 ნაწილში უკვე მე-17 კატეხიზმოსი, რომელსაც სათაურად აქვს მე მიყვარ ჩემი პატრიარქი. უკვე ორჯერ და სამჯერაც ჩაერთო ერთ-ერთი ყოფილი სტიქაროსანი, რომელიც არის ერთ-ერთი მბრალმდებელი პატრიარქის მიმართ მეუფე პეტრესთან ერთად, ანუ მეუფე პეტრესთან ერთად ბრალმდებს იგი, ვთქვათ, უშუალოდ ყოფილი სტიქაროსანი პატრიარქს, აი ამ მძიმე ცოდვაში, რახან თვითონ გრძნობს ამ საქმეში თავს დაზარალებულად მოწმე არის ის, როგორც ამბობს თვითონ,
და ამ პიროვნებას ჩვენ ახლა რამოდენიმე წუთში ჩავთავთ, იმედია ხაზი იქნება ისიც უცხო ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ჩვენ არ ვასახელებთ იმ ქვეყანას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მან გარკვეული დევნა შევიწროება გადაიტანა ამ ამბის გამო ჯერ კიდევ საქართველოში და შემდეგ როდესაც მან დატოვა საქართველოს საზღვრები, დღესაც მისი მდგომარეობა მთლად უსაფრთხო არ არის, დაიცვას და დაიფაროს იგი უფალმა. ასევე გვექნება სხვა ჩართვაც. ახლა კიდევ ჩვენ გვინდოდა აგერ ის საკითხები რაღაცნაირად შეგვევსო, რაც წინა კატეხიზმიდან გამოგყვა. ჩვენ როდესაც წინა ჩართვაზე თვალი მოვკარით თქვათ ეკრანზე შეკითხვას, უფრო დაყვედრებას ჩვენს მიმართ, მაშინ ვერ მოვასწარით და მეორე მხრივ კიდევ ეს თვითონ საკითხი უშუალოდ ამ თემას არ ეხებოდა, რაზე ჩვენ აგებული გვაქვს მე-17 კატეხიზმო, ამიტომ გარკვეულად ვერ უპასუხეთ, მაგრამ ახლა შევეცდებით ორი სიტყვით ამაზე პასუხი გავცეთ, რახან ეს საკითხი, ეს ვირუსის ასეთი განფენა მსოფლიოში დღეს არის ასეთი შემაწუხებელი ჩვენთვის და საქართველოშიც ეს საკმაოდ მოედო. ანუ შეკითხვა უფრო დაყვედრება იყო ასეთი, რომ რატომ არაფერს ამბობთო ვირუს მაფიაზეო. ნუ ახლა აქ თვითონ შეკითხვაში თუ აი ამ წინადადებაში არის უკვე გარკვეული განსაზღვრება გამოტანილი, რომ ეს არის რაღაც მაფია ვთქვათ და რაღაც ხელოვნურად, ესე იგი თითქოს აი ამ საკითხს ასე ამძაფრებენ და სინამდვილეში ამას ადგილი არ აქვს. თითქოს და ასეთი ფორმებით და ხელოვნურად არის ეს ყველაფერი შექმნილი. ახლა ხელოვნურად შეიძლება ჩვენ ადრეს ვისაუბრეთ ამაზე, იყოს შექმნილი თვითონ ვირუსი, ვთქვათ, ვინმეს მიმართ, ან შემთხვევით ვთქვათ, შეიქმნა ასეთი უცხო ვირუსი, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ვრცელდება ეს ვირუსი, არა, აგერ მაგალითად სერბეთის ეკლესიაში გუშინ იყო, გარდაიცვალა ერთ-ერთი მიტროპოლიტი ამ ვირუსისაგან, ნუ ასე დაადგინეს ყოველ შემთხვევაში ექიმებმა და ასევე სხვადასხვა სასულიერო პირიც ემსხვერპლა, თქვათ, ამ ვირუსს, ასევე მრევლის წევრებიც დაავადდნენ. და ახლა ჩვენ ვთქვათ, ასე პირდაპირ რაღაცა მაფია არის, რაღაცა ასე როგორც ვთქვათ, ამ სიტყვების ავტორი მე უბრალოდ ციტირებ წერს ჩვენ კომენტარებში, ეს არ ვიცი მე, იმიტომ რომ მე არ ვარ სპეციალისტი, ახლა ვთქვათ, ამ საკითხის და ჩვენ ახლა რაც გვესმის საინფორმაციო საშუალებებიდან ძირითადად ახლა ჩვენს გარშემო საზოგადოებაში ვტრიალებთ და გარკვეულად გვესმის შემთხვევები, ჩვენი ახლობლების თუ ახლობლებს თუ თვითონ ახლობლებს შეეყარათ ასევე ეს ვირუსი და ამდენად ახლა ჩვენ ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს მთლად ტყუილია და ვერც იმას ვიტყვით ახლა, რომ გინდა თუ არა ეს ზუსტად ისე არის, თქვათ, ზედმიწევნით ისე არის, როგორც ეს გადმოცემული არის, თქვათ, საინფორმაციო საშუალებებში, თქვათ, შემთხვევაში ჩვენ თავ შევიკავთ, ყოველ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომების დაცვა ჩვენ არ გვაწყენდა. აი ჩვენ რამოდენიმე თვის წინ იყო, არა, წირვიდან ერთ-ერთი ფოტო, ნუ გადაიღეს, ჩვენ როცა ვწირავდით და დაზდეს მერე ჩვენს Facebook გვერდზე გააზიარეს ასე ვთქვათ და იქ არის რომ აი ვთქვათ მე პირბადე მიკეთია და ზოგმა განკითხვა დამიწყვა აი კომენტარებშიც დამიწერა ჩემთვის ახლობელმა ადამიანებმა სხვათა შორის და მე ვერც მოვიცალე იმ დროს აი დღემდე ვერ მოვიცალე ამ ასეთ შენიშვნაზე მე პასუხნა და ახლა ვთქვათ აგერ ვისარგებლებ შემთხვევით ახლა ჩვენ ვთქვათ იქ ვიკეთია ნიღაბი რა დროს ჩვენ ვიკეთია რომ ვთქვათ იქ პატარა ბავშვებს ვთქვათ თუ გაგვაჩნდა და არ გადავგვედო მისთვის პატარა ბავშვებისათვის ასევე მთავარი საკითხი იყო ჩვენ ვთქვათ იქ ტაძარი ნაქირავები გქონდა ჩვენი პირადი ესეთი ვთქვათ ტაძარი ესე პარიზში არა გვაქვს და ამიტომ იქ ვთქვათ იმ ტაძრის მესვეურები პატრონები ვინც არიან ისინი გაფრთხილებულები არიან შესაბამისი კანონმდებლობით რომ იქ თავშეყრის ადგილები უნდა იქნას გაკონტროლებული და ჩვენ დავიცავით ის წესები ასე ვთქვათ თუნდაც ტაძრის მასპინძლებს გაუწიეთ ანგარიში და ახლა ჩვენ ზიარების დროს კი არ გვიკეთია პირბადე და თვითონ ბარძიმზე ხო არა გვაქვს პირბადე გაკეთებული არა ვთქვათ ახლა ეს გასაკრიტიკებელი აქ რა იყო ჩვენ ჩვეულებრივ შემთხვევაში ვთქვათ გავიკეთეთ როდესაც ახალგაზრდებთან ბავშვებთან ქონდა ვთქვათ გარკვეული შეხება როდესაც მათ ვაზიარებდით ასე რომ თლად ასე ვთქვათ ფანატიკურადაც ნუ მიუდგებით ამ საკითხს და მეორე მხრივ თლად ახლა ვერც ისე ჩავარდებით ახლა ჩვენ ჩავვარდებით შიშში და პანიკაში რომ ვთქვათ უფლის მოწყალება და მისი ძალმოსილება და მისი მკურნალი ხელი გამორიცხოთ. დიახ რომ დაუბრუნდეთ ასევე საკითხს კიდევ ერთ ასეთ ცოტა დელიკატურ საკითხს, მაგრამ მაინც ვიტყოდი ერთ-ერთი წერს რომ აი მარცხენა ხელით შეიძლება ოპერჟის გამოსახვაო, ნუ როგორც ჩანს
ახლა თქვათ აი ჩვენი კადრი ესე შეტრიალებულია სარკისებური პრინციპით ამ შემთხვევაში ასე გვირჩევნია ტექნიკურად უფრო ვაკონტროლებთ ჩვენი ამ გადაცემის მსვლელობას და ნუ აქ მარჯვენა მარცხენად ჩანს ასე რომ თქვათ მარცხენათი არ ვისახავს თუმცა ახლა თუ ადამიანს მარჯვენა ხელი პარალიზებული აქვს და მარცხენათი გამოისახავს პირჯვარს რა თქმა უნდა ეს დარღვევა და ცოდვა არ არის ჩვენ როგორც დაგპირდით ახლა მალე ჩავთავთ აი პიროვნებას რომელიც გველოდება და შემდეგ ასევე გავაგრძელებთ თვითონ აი ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს გარშემო ასევე კიდევ შემდეგ ბოლოს წაგიკითხავთ ერთ-ერთ ასეთ კომენტარს რომელიც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა გამოგვიგზავნა ეს გახლავთ მღვდელმონაზონი ანდრია სარია რომელთანაც მე გუში მქონდა საუბარი და მას შევთავაზე რომ თქვათ ჩართულიყო დღევანდელ ჩვენს აი ამ გადაცემაში და ნუ თავისი გარკვეული ერთწლიანი ასეთი დასკვნა გაიკეთებინა ამ თემასთან დაკავშირებით მან მეტი იცის ამ საკითხზე ვიდრე მე მეტი შეხება აქვს ამ მოვლენებთან და მან გამოგვიგზავნა საგანგებოდ შეადგინა და აგერ წასაკითხად მოგვაწოდა თავისი მოსაზრება თავისი Facebook პოსტი რომელიც მან განათავსა თავის გვერდზე ის დღეს გადატვირთული არის და მოგვიბოდიშა რომ თვითონ ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ჩართვა შესაბამისი პირობები თქვათ მას დღეს ამისათვის როგორც ჩანს არ აქვს. დიახ ჩვენ ახლა ჩავთავთ აი ყოფილ სტიქაროსანს გიორგი გელაშვილს რომელსაც თავის მხრივ გამორჩა რაღაც მცირედი საკითხები იმ დროს როდესაც ის ბოლოს ჩვენ ჩაგვერთო და შემდეგ ვეცდებით რომ ჩავთოთ სხვა პიროვნებებიც თუ მოახერხეთ მათთან დაკავშირება. ახლა ზოგმა შეიძლება იფიქროს რომ აი დღეს ახლა ესეთი დაძაბული დღეა საქართველოში პოლიტიკურად და რა დროს ეს საკითხი არისო, მაგრამ ჯერ ერთი რომ ეს თარიღის მიხედვით დაემთხვა წლისთავი არის და ამ მოვლენებიდან და მეორე მხრივ ჩვენს ანოტაციაში დღეს აი ასე ანონსში წინა უწყებაში რაც წავუმძღვარეთ ჩვენს აი ამ ჩართვას წინ რამოდენიმე საათით ადრე გამმარტეთ რომ მთავარი ერში არის არა რაღაცა ესეთი პოლიტიკური მიმოქცევები, არამედ მთავარი არის ეკლესიის სიწმინდის საკითხი, რაც არის თავი შემდეგ ერის განწმენდისა და ამის გარეშე ერის გამოყვანა განსაცდელებიდან და უბედურებებიდან, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, არ იქნება. და სწორედაც ეს განსაცდელები იმიტომ არის დაშვებული საერთოდ ყველაზე და იმიტომ იყო ბიბლიურად ეს ასე არის დაშვებული პირველ რიგში ისრაელერზე რომ ეს იყო და არის გარკვეულად სასჯელი სწორედაც უწმინდურებისათვის, გაუწმინდურებისათვის როგორც ერის, ასევე მით უფრო თუ ეს უწმინდურობა საეკლესიო იერარქიაში ხდება. ამიტომ ეს არ არის შემთხვევითი რომ თქვათ აქ ჩვენ სულიერი არჩევანი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ჩვენ დავდგებით უფლის მხარეს თუ ეშმაკის მხარეს და უფალი კიდევ გვასწავლის რომ ჩემი ეკლესია წმინდად იბყარით, წმინდად შეინარჩუნეთ და დარაჯათ ედექითო ჩემს ეკლესიასო. ეს არის ვალი ჩვენი ყველასი, არა მხოლოდ სასულიერო პირებისა, ზოგს ასე გონია ეს მხოლოდ მღვდლების საქმეა და ეპისკოპოსებისა და პატრიარქებისა, არა, ეს მთელი მრევლის და უფრო მეტსაც გეტყვით, მთელი ხალხის ერის საქმეც არის, იმიტომ რომ ადამიანი თუნდაც არ იყოს ეკლესიური და მორწმუნე, მაინც დაინტერესებული უნდა იყოს ეკლესიის სიწმინდით. ახლა ვეცდები თქვენის ნებართვით მე აი ეს ჩართვა მოვახდინო და მოგახსენებთ თავის აზრს, აი ჩვენი უკვე ესეთი ნაცნობი ადამიანი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უკვე საკმაოდ კარგად ნაცნობი ადამიანი, რომელსაც მე პიროვნულად თუ ჩემი აზრზე გაინტერესებთ ვენდობი და რომელიც მიმაჩნია წესიერ პატიოსან ადამიანად, რომელსაც მართლაც აწუხებს ეკლესიის ბედი და ეს ადამიანი ჩემი აზრით არ ცრუობს, ამ ადამიანს არ დაუმსახურებია ჩემთან ის რომ მე მასში ასეთი ეჭვი შევიტანო თქვათ მის ამ სიტყვებში, თუმცა კანონიკურად ეს ასე არის რომ საეკლესიო სასამართლოზე უნდა გამოჩნდეს მისი სიმართლე. დიახ, ეს ადამიანიც ამას ითხოვს და ჩვენს ხარს უჭერთ აი მოთხოვნაში, იმიტომ ეს მოთხოვნა არის სამართლიანი. დიახ, ჩვენ შევეცდებით ეს ადამიანი მხოლოდ ასეთი ხმოვანი საშუალებით შემოვიყვანოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ცხოვრობს უცხო ქვეყანაში ჩვენგან მოშორებით. სხვაგვარად მას ტექნიკურად არ შეუძლია რომ ჩაგვერთოს და იმედია საერთოდ ხმოვანი საშუალებითაც შეძლებს ჩართვას. დიახ, გიორგი გესმით ჩვენი ხმა?
დამლოცეთ მამო, მესმის დიახ. დიახ, დაგლოცოთ ღმერთმა როგორ გესმით ჩემი ხმა? დიახ, კარგად ისმის თქვენი ხმა და შეგიძლიათ ისაუბროთ. შეგიძლიათ დღევანდელი დღე მღელვარების საფუძველია ჩემთვის პირადად რა, იმიტომ რომ ეს იყო დღე, როდესაც დავინახე პირველად, როდესაც ეხო ვაჟკაცობა და გამბედაობა ერთადერთ მღვდელმთავარს საქართველოს ეკლესიაში, კონდილერ მიტროპოლიტ პეტრეს, რომელმაც ვაჟკაცურად სილა გააწნა შიოლაშვილის შექმნილ პედერასტების ინკუბატორს, რომელმაც მიიღო მხილება და როგორც იქნა ვიღაცამ სააშკაროზე გამოიტანა ეს სათქმელი, უფრო ფართო მასებს დაანახა თუ რა უბედურების ცოდვა ტრიალებს საქართველოს ეკლესიაში. ასევე ამ წელმა, როგორც ვიცი, 1 წელი გავიდა უკვე ამ ხილების შემდეგ, ძალიან კარგად დაგვანახა სამღვდელოების უმეტესობა, უმრავლესობა ქრისტეს მხარეს დგას, ანუ სიმართლის მხარეს თუ აი ამ მამათმავლობის მხარეს და დაგვანახა ასევე რომ სინოდის წევრებიდან არც ერთს ნამუსის კი არ იყო იმ მღვდელმთავრებს, რომ პირად საუბრებში თვითონ საუბრობენ კათოლიკოს პატრიარქის ილია ვტაროვის, მეორის არა ვტაროვის, ეს უფრო მათთვის გასაგები იქნება, იმიტომ რომ რახან რუსული სული აქვთ მათ და გამყიდველური და მამათმავლობის მონობის სული, აი მაგათთვის უფრო გასაგები იქნება, რომელი მღვდელმთავრების დგანან და პირად საუბრებში ყვებიან კათოლიკოს პატრიარქზე, კათოლიკოს პატრიარქის სექსუალურ ისტორიებს, რომლითაც მამაო ადამიანს ყალზე კი არ დაუდგებათ, მე შეიძლება აი სულიერად გარდაიცვალოს რა. იმიტომ რომ თან არც ერიდებათ ამაზე საუბარი, ჩვეულებრივად არ შიშია ვთქვათ, რომ ვინმე თქვა და ნენა მიიტანოს, იმიტომ რომ ეს თვითონ შიგნითვე ამ შიოლაშვილის ინკუბატორში თვითონვე ყველასთვის კარგად არის ეს გაცხადებული, მაგრამ რახან ეს ყველაფერი ესე მიდის სასულიერო პირებმაც თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ეს ჩვენთვის იმ ადამიანებისთვის, ვინც ვიბრძვით სიმართლისათვის, ეს ჩვენთვის უფრო კარგია, იმიტომ რომ კარგად ჩანს რა ისა ქვაბავაზახთა შესაკრებელი შემოიკრება ირგვლივ შიოლაშვილმა რა. როგორც დავით აღმაშენებელმა გააკეთა მე-11 საუკუნეში ქვაბავაზახთან გამპატიჟება, აი მოვა დრო, არ ვიცი რამდენი წელი დაჭირდება, შეიძლება თვე, დღე, საათი, ან რამდენი თქვათ კიდე პერიოდი, მაგრამ როგორც დავით აღმაშენებლის დროს მოხდა, აი ისე შიოლაშვილის პედერასტების მამათმავლების ინკუბატორი ჩამოიშლება ნაწილ-ნაწილ და ყველას აი ეს კეთილი გაღიმებული მასკა, რაც სახეზე აქვს ჩამოცმული, აი ხალხისთვის გახდება ღია. თუ ვინ გაყიდა საქართველო, ვინ გასცა და ვინ შებილწა პატარა ბიჭები, სტიქაროსნები. აი ეს ყველაფერი გამოჩნდება, მამაო. ეს ყველაფერი გამოჩნდება, მოვა დრო, ხალხი ამას გაიგებს და ნახავს. თქვათ მეუფე პეტრეს შემდეგ კიდე იყო იქ თქვათ განცხადებები, თქვათ მამ ანდრიას არიაც იყო გამოსული, თეოლოგებიც იყვნენ, ჩვენი ძმები, თანამებრძოლები გამოსულები და ასევე ჩემი გამოსვლის შემდეგაც გამოჩნდა პატრიარქის უგუნურება, რომ მას არანაირი 1% სიბრძნეს არ გააჩნია. გამოვიდა და თქვა, რომ 40 წელიაო აესე მებრძვიანო და პატრიარქს მინდა შევახსენო 80-იანი წლებით საყმარისი იქნება. თქვენ ვინც ვითომ გებრძოდათ, ანუ ვინც ამხელდა მას, სად გაქრა ეს ხალხი საერთოდ, სად დაიკარგა? რომელიღაცა იყო ეპისკოპოსები, რომლებიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ და დღემდე არავის არ გამოუკვლევია ეს. რა მიზეზით გარდაიცვალა ეს ხალხი? იმიტომ რომ როგორც კი მათ დაიწყეს პატრიარქის მხელა, რაღაც გაურკვეველ ვითარებაში ეს ხალხი გარდაიცვალა და სხვათა შორის პატრიარქს ეხო აი მისი უნამოსობას გამოაჩინა, რომ თვითონვე თურმე აუგო წესი და პანაშვიდი და ხალხის თვალში გამოაჩინა, რომ მე ვითომ არაფერ შუაში არა ვარ. პატრიარქი ილია ვტაროვი თავისი ნაბიჯებით, თავისი ეს კამელეონური ცვლილებები, როგორც მას ახასიათებს და როგორც მას თვითონ უყვარს, აი როგორ იცით, ჟარგონს ვიხარ, აი ბალამუტის დაგდება, რომ აი თქვათ 2-3 ადამიანს ერთმანეთს შეაჭმევინებს და იმას რომ უყურებს. ხო, ეს დრო უკვე ამან ჩაიარა უკვე მისმა დრომ და ის არის ახლა სულიერ შიშში და აგონიაში, იმიტომ რომ მას ყველაფერი უკვე სააშკარაოზე გამოდის, რა უგუნურად მან მართა ეკლესია და როგორ შერყნა და შებილწა და დღემდე ურჩევ ხალხს. მე ვინ ჩამოთვალე სასულიერო პირები და ვინც ამის ირგვლივ დგას, ხო?
აი პირადად ვამბობ სამების ლავრაში და კიდე იმ მონასტრებში და ეკლესიებში სადაც ჩამოთვალე მეუფე იობის ეპარქიაში მამათმავალი იობის რომელმაც აი რასაც ქვია ნათესაურად გადაეცა ალბათ პატრიარქისგან რა აი ეს შერხმნა სასულიერო პირების და შერხმნა ახალგაზრდა ბიჭების რომელსაც ბერად ხვეცავს და ღუპავს აი მშობლებს ვეუბნები რომ ბავშვები ამ ეკლესიებში არ გაუშვათ არ შებილწოთ არ შეარყვნევინოთ ამ მამათმავლების მართლა მამაშას რა ამ შიოლაშვილს რომელმაც დააქცია ეკლესია რა და ჩააფურთხა სულში აი ეკლესიის სულში რასაც ქვია ღელვარება მაპატიეთ მამაო მაგრამ აი ყოვლად ის არის რა ვერ მოითმენ ადამიანი რა ნორმალური კაცი ამას უსისხლო უნდა იყოს რომ ეს მოითმენო რა რომ ერთი წელი გადის და კაც ნამუსიც არ ეყო განა ის რომ სახალხოდ ბოდიში მოეხადა და ისვენე რა კაი შენანება არ გინდა გადი უბრალოდ და სხვას მიეცი გზა რომელიც ეკლესიას ააშენებს და არა დააქცევს არა გამოვიდა და მაინც ხო რომ 40 წელიაო ესე მებრძვიანო რა და აი მართლა ეს არის მისი უგუნურება რომ მას მხელა და მითითება რომ ავადმყოფობა არის და შეპყრობილი არის მამათმავლობის წოდვით ეს მას ბრძოლად მიაჩნია რა აი ესეთი უგუნური პატრიარქი ყავს რა რომელიც გვინერგავს მამათმავლობის წოდვას ეკლესიაში გიორგი მომიტევეთ მაგრამ აი თქვა ის ახლა პირველად ჩაერთო და ისმენს თქვენს საუბარს და საერთოდ პირველად ნუ ვერ ხედავთ მაგრამ გისმენთ ახლა თქვენ უკაცრავად ახლა მე უკვე რამდენჯერმე მომიწია თქვენთვის ამის თხოვნა და თქვენ ადრეს კერძო ტელევიზიითაც გააჟღერეთ მაგრამ აი სულ ორი სიტყვით რომ მსმენელი არ დაიბენეს და არ იფიქროს ახლა თქვენ რაღაცა ყურით მოტანილ ამბავს ყვებით აქ ვიღაცის გადმოცემულს აი ორი სიტყვით თქვენ რატო ხართ ასე გამწარებული ამ საკითხზე თუ შეიძლება თქვენ პირადად რა შეგემთხვათ ამ ისტორიაში ჩემი ამბავის წინ მამაო გეტყვით იმას რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ეროვნულ ტელევიზიაში მე რაც გავაჟღერე ეს ჩვენ ამ ვიდეოს კომენტარებში დავდოთ რომ ხალხისთვის უფრო გამჭვირვალე იყოს რომ მე ვსაუბრობდა ამ ვიდეოშიც მე ვარ და მე ვყვები იმ ისტორიას რაც მე შემემთხვა ეს არის ის პერიოდი როდესაც მე კათოლიკოს პატრიარქი მიხმობს თავისთან რახა იმიტომ რომ მე ვუვლიდი მეუფე ათანასეს ჩახვაშვილს რუსტველი მიტროპოლიტი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ პატრიარქი ნუ აგონიაში არის შიშია რომ აი მე რა ვიცი რა ინფორმაციას ფლობდი იმიტომ რომ ყველა მუთხრა იქ თქვათ მის ირგვლივ მყოფებმა რომ მე ვიყავი მისი მომვლელი ანუ ბოლო წუთამდე და მისი დაინტერესება გამოიწვია იმან რომ მე მიმიხმო თავისთან პირველი მასთან შეხვედრა მოხდა სიონის საკურთხეველში და დაინტერესდა უბრალოდ რომ მე ვინ ვიყავი და როდესაც მიმიხმო უკვე საპატრიარქოში და დაიწყო იქ ჩემთვის კრიტიკული კითხვების დასმა რომ აი რა ინფორმაციას ფლობდი რომ თურმე მე მკითხა პატრიარქმა რომ ისო მეუფე ათანასე არ მლანძღავდაო თქვენთანო და მეთქი რა ხშირად გაწალანძღავე არა მეთქი არ გლანძღავდათ მეთქი და ხო რაღაც გაიცინა იმიტომ რომ ალბათ იცოდა მეუფე ათანასეს მისადმი დამოკიდებულება რაზეც სხვათა შორის უდიდესი აფერისტობი და ტყუილი დააგვირგვინა ზუსტად ეს ლაპარაკი მამაშალვა კეკელიან რა მამაშალვა კეკელიან დააგვირგვინა რომელმაც გამოვიდა ტელევიზიით და მოიტყუა რომ ეგ სტუდენტიო ანუ სასულიერო სემინარის სტუდენტი და მეუფე ათანასეს მორჩილიო ესე იგი მაგ კითხვებზეო მეც ვიჯექიო მანდო და ეგეთი კითხვები არ დასმულაო აქაც ჩანს შალვა კეკელიას უგუნურებას ანუ ის კი არ თქვა რომ პატრიარქი მამათმავალი არ არისო ანუ შეთავაზებაზე ალბათ სულში რაღაც პროცენტი იყო რომ იმიტომ რომ იცის ალბათ მსგავსი ისტორიები რომ პატრიარქს ბევრი ბიჭისთვის ახალგაზრდა ბიჭისთვის შეუთავაზებია მამათმავლობა და ამ ლაპარაკის შემდეგ მე იწყება პერიოდი რომ ანუ რაღაც პერიოდი რამოდენიმე თვე მე საპატრიარქოში მივდიოდი და რაღაც გავს სხვადასხვა მორჩილებებს ვასრულებდი, რასაც პატრიარქი ითხოვდა და ერთ-ერთ დღესასწაულზე დააგვირგვინა კათოლიკოს პატრიარქმა თავისი ის რასაც მალავდა და ჩემთვისაც თქვათ რაღაცა დოზით ჩემთვის უცხოები იყო, ეს უცნობი იყო, არც ვიცოდი ეს, ანუ დარწმუნებით ეს ამბავი კათოლიკოს პატრიარქი მიბარებს თავის ოთახში და მთავაზობს მამათმავლობას. მამათმავლობის შეთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ ის ჩემი ნების გარეშე მან ის სახეზე მეცა, რასაც ქვია რა, შეპყრობილივით და მაკოცა, რაზეც ჩემსგან მიიღო უარი, უკან გავედი, გაყურებული ვიყავი ჯერ რომ კათოლიკოს პატრიარქი თურმე მამათმავლური ცოდვი ყოფილა შეპყრობილი და ესეთი ფანტაზიების ის არის ავტორი, ესეთი ფანტაზიების ის არის რა, ანუ განმხორციელებელი
რაზეც მე მან დამცინა და აი ზუსტად ეს სიტყვები დღემდე ყურში მაქვს ეს სიტყვები, რომ აი ესე მითხრა რომ ჯერ რომ მზად არ ახარო და მე გამოგიზახებო. ნუ მას შემდეგ ჩვენ უკვე არ გქონია არავითარი, იმიტომ რომ მე სადღაც რამოდენიმე თვე ტაძარშიც არ მივლია და ხატებსაც ვერ უყურები რა და ვერ ლოცულობდი, იმიტომ რომ ჩემთვის გამაუგნებელი იყო უბრალოდ ეს საქციელი მისგან, მაგრამ არაუშავს რაღაც დრომ გაიარა, მე ტაძარში ვეძებდი სიმართლეს, მე სასულიერო პირებთანაც მომიყოლია ძალიან ბევრთან, ეხა არ ვასახელებ, იმიტომ რომ მაინც ნამუს ველოდები, რომ რაღაც დოზით ნამუსი ეყოფა მათ და გამოვლენ და ის არქიმანდრიტები, ის დეკანოზები, რომელმაც თვითონ დამემოწმეს, რომ ხო, კიო, ეგ მამათმავლობის ისო სისუსტე აქო, კი, ეგ ბიჭებიო უყვარს რა, ხო და აი ესეთი ის არის რა, აი უბედური მდგომარეობა, რომ სადღაც 30-მდე სასულიერო პირს ვესაუბრე მე და უთხარი ეს ისტორია და 30-ვედან არ მიმიღია მე ისეთი რეაქცია, რომ ბიჭო, შენ რას იძახი ჩვენ წმინდა მამაზე და არაფერი თვითონვე 30-ვემ, თითქმის 30-ვემ თანხმობა აი პირდაპირ მე ჩემთან დააზუსტეს, რომ კი, მას კათოლიკოს პატრიარქს მამათმავლობის ცოდვის სისუსტე აქვს რა. ეს იყო და ეს, მაგრამ ზოგიერთმა, ნუ ამის შემდეგ რო ნახა ჩემგან, ანუ პატრიარქის ირგვლივ ვის მამათმავლები არიან, იმათი აგრესია, ამ სასულიერო პირებმა ჩემგანაც ცოტა შორს დაიჭირეს თავი, იმიტომ რომ მოვერიდნენ, ალბათ შეეშინდათ რა, ეხა თავი ჩემ ვიღაცას სტიქაროსანის გამო ადგილი არ დავკარგოთო რა. ზუსტად და დღესაც ზუსტად ეს მდგომარეობაა რა. სასულიერო პირები ვერ ელევიან აი ამ თავიანთ იმას რა, ანუ თავიანთ თქვა შესაწირს და ვერ ელევიან თავიანთ სტატუსს, იმიტომ რომ ალბათ უბრალო ცხოვრებაში მათ სხვა ვერაფერს ვერ მიაღწევდნენ და დღემდე ჩუმათარიან და აგრძელებენ მამათმავალი პატრიარქის ქებას და აი ეს შრვა კეგელია ცრუ მამათმავალი პატრიარქის ფარველი გამოდის და აი მოუხარეთო ეს კაციო პატრიარქი არავის არ მოუხრია თვითონ იკუზებოდა აი ამ ცოდვაზე რა არავის არ მოუხრია ის რა და ნუ იმას შვები არ რა ქვია ჩვენ ნუ გვაბრალებენ კიდე ხალხს რომ თურმე ჩვენი ცოდვები იტვირთაო ქრისტედ გამოყავთ კაცო ქრისტედ გამოყავთ და ეს უგუნური ეპისკოპოსები კიდე დავიწყებ იმით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი რო არის დანიელი აი პირველი იდეოლოგი მართლა რასაც ქვია პატრიარქის რა აი ეს ბოლო გამოსვლაო აი მეუფე პეტრეს ისო ცილისწამებაო ეს ჯვარცმაო ანუ წარმოვიდგინეთ როგორი ავადმყოფი არის ადამიანი რომ პიდარასტობა თურმე ჯვარცმა ყოფილა ანუ პიდარასტი რო ხარ ეს ჯვარცმას ნიშნავს თურმე და ვინც თურმე ამ ხელს და ის არის ცილისწამებელი ყოფილა რა ასევე საბაგიგიბერიაც გამოდის და პირდაპირ აქებს იმას რა ქვია მამათმავალ პატრიარქს და იძახის ჯვარცმა არის რა ჯვარცმული ის აი ბოლო მომენტიო მის ცხოვრების ეს არის ჯვარცმაო დიახ გიორგი უკაცრავ თქვენ გეონი გინდოდათ გეთქვათ ორი სიტყვით აი რაღაც გორი გამოგრჩათ ბოლო ჩართვის დროს გამორჩა ზემობეთლემელი კითხავი პედერასტი კირიონი რო არის იღუმენი აი ვაფრთხილები ვინც ირგვლივ ცხოვრობს ვინც იქვე არის აი ახლოს ან დადის სანტაძარის მრევლში ბავშვის სტიქაროსნები არ დაუტოვონ რო არ შერხუნას აი ამას ვიძახი ეს მინდოდა მე თქვა დამავიწყდა უბრალოდ ემოციებისგან და იმისგან თელ ამ ინკუბატორს აი როგორ უნდა უყურო რა აი სამარცხვინო არის რა სამარცხვინო არის და ხალხიც კიდე კაცო აი არ ვიცი რა ვერ ამჩნევს ალბათ და ანუ რა უნდა შეამჩნიო სასულიერო პირები ჩუმათარიან მამო იციან და ჩუმათარიან არსებობს სასულიერო პირები რომელმაც აი მოისმინა ეს ისტორია და ხელი დაარტყა რა უფროსმა სასულიერო პირმა მაგიდას ხელი დაარტყა რომ კიდე არ შეეშვა უკაცო მახსოვსო და ხალხი კიდე აგზელებს აი წმინდანი და რაღაც ცოცხალი წმინდანი ჯერ პარი წმინდანი მანახოთ სად არის აი ვინ დანერგა ეს რაღაც აი როგორ გითხრათ რა აი როგორც ოტია იოსელიანი ამბობდა რა საყოველთაო გამოშტერება გვაქვს რა აი ერთს ვჭერ საყოველთაო გამოშტერება რა და გამოვიღვიძოთ სანამ დავკარგეთ ყველაფერი რა რო არის დაჩემებული ერთი ეს ეკლესია დაფშაო ეკლესიაც აღარ დაფშაო უკვე ნელ-ნელა ყველა ფასეულობა ხრება შეგით რაც არის იმიტომ რომ ვინც სიმართლეს იძახის ის ცილისწამებელია და ვინც პიდარასტი არის და მამათმავლობის ცოდვაში მხილებული ის ჯვარცმული ყოფილა არ შეიძლება რა ესე რა და გამოვიღვიძოთ ხალხო სანამ დრო არის თორე მე ყველაფერი მართლა რო დაიკარგება ხო მე ერთი 30 წელს მე იტყვიან რომ ხედავ კაცო ესენი მართალს იძახენ იხტიბარს არ გაიტეხავენ რა ერთ სიტყვას არ იტყვიან რომ აი ღმერთმა გვაპატიოს ან რაღაცა გამოვლენ და იტყვიან რომ ხო მართალს ამბობდნენ და ვსო აი ესე იქნება რა
და всё ეს არის. აი გულდასაწყვეტი არის რა. გულდასაწყვეტი არის მამაო და აი დღევანდელი დღე არ შემიძლია მგელვარების გარეშე ვერ ვილაპარაკებ უბრალოდ, იმიტომ რომ ეს იყო დღე, როდესაც ხილების სილა გააწნა მეუფე პეტრემ შიოლაშვილის მამათმავლების ინკუბატორს. და კაი ხანი გაყვებათ ეს შიშად მათ. რომ აი ესეთი გარყვნა, რაც მათ სტიქაროსნებს და აი ეკლესიას გაუკეთეს, ხო? ეს ესე არ ჩაივლის და არ დარჩება რა. დიახ, გიორგი, თქვენ ითხოვთ თუ არა საეკლესიო სასამართლოს გამართვას ამ საკითხზე, თუნდაც აი თქვენს მიმართ, როგორც თქვენ ამბობთ, რაც მოხდა, იმის ასე ვთქვათ, გამოსააშკარავებლად და ამისათვის პასუხის მოსათხოვნად მის მიმართ, ვინც თქვენ ეს შემოკადრათ, როგორც თქვენ აღწერთ ამას. დიახ, ვითხოვ, კი, და სხვათა შორის ის არ მინდა რომ ეს ამ ყველაფერმა ესე ჩაიაროს უბრალოდ რა ხან მოხდა და ისა ამას დრო ვერ კურნავს რა იმიტომ რომ ეს სულიერი დაღი მე დღემდე მომყვება ეს ის ტკივილია მე ქრისტეზე უარი არ მეთქვია მაგრამ მე უბრალოდ ეკლესიაში აი როგორც ნავთსაყუდელში მე გასაჩერებელი ვერ ვნახე იმიტომ რომ მან გამოდის რომ მამათმავალთა ლობი მართავს ეკლესიას რა და ესეთი სულ გაყიდული მღვდლები, რომელიც აი ჩუმად არის რა ყველაფერზე და ისინიან და რაღაც მამათმავალ ისტორიებს ისმენენ საკურთხეველში და სიცილით ხმიან რა. და თუ გასაცინია ეს, ხო, აი მაგ დაღუპულობს რა საერთოდ რა. დიახ, გიორგი, მე როგორც ვიცი თქვენ ერთ-ერთ მღვდელმთავარს მიმართეთ შესაბამისი თხოვნით. დიახ, მღვდელმთავარს ვესაუბრე და კატეგორიულად მოითხოვა რომ წერილი მომწერეო და აი მივწერთ, მარტო მას არ მივწერთ. ყველა მღვდელმთავარს მივწერთ აბსოლუტურად მოვამზადებ წერილს და მივწერთ ყველა მღვდელმთავარს დეტალურად ავსახავ ჩემ პრეტენზიას და სურათებსაც დავურთავ რომ ვარსებობდი ეკლესიაში და ცოცხალი ადამიანი ვარ და რაღაც იმიდან მარსიდან არა ვარ ჩამოფრენილი როგორც მათ ზოგიერთმა გააჟღერა რომ ეგო საერთოდ ტაძარში არც გვინახია რა და ხო აი ნახოთ რა სურათებსაც დავურთავ ამ წერილს და ნახოთ ვინ ნახა და ვის უნახია ტაძარში ერთმანეთი რა და მე ვეღარაფერს ვეღარ უარყოფენ რომ მე თქვა არარსებული პიროვნება ვარ რა სხვათა შორის სიუჟეტები შეუძლიათ გადაამოწმონ როდესაც მე ეკლესიაში ვდგავარ იქ პატრიარქის სიახლოვესაც ხო და რახან მოითხოვა ეხლა მღვდელმთავარმა მივწეროთ ბატონო წერილის გარეშე თუ ვერ ამხელენ მამათმავალ პატრიარქს მივწეროთ ბატონო აი წერილის მე რა სიტყვიან ეგ მაინტერესებს რა დიახ თქვენ სტიქაროსნოდით არა ტაძრებში დიახ სტიქაროსნოდ მსახურობდი სამების ლავრაშიც და ეგრეთ წოდებული მოსაყდრე რო არის შიო რომელიც მე მოვყევი წინა გადაცემაში თავისი ტაქტიკა რო აქვს რა არჩეული რო აი ვინმე რომ მივადა რაღაც მამათმავლობის ფაქტს მოუყვება მე მაგას ვერ დავიჯერებ ეკლესიაშიო და თვითონ სუფრაზე როცა დაждდება მღვდლებთან იქ ქულებს იწერს რა გამოდის და აი ვაშკაცო მღვდლებო თქვენ უნდა მიხედოთ ეკლესიას რომ მამათმავლებით არის გადაჭედილი რა ხო და დაუძველდა ეს ტაქტიკა რა დაუძველდა და მასაც მომსახურებოდი კი ასა ამსახველი ფოტოებიც მაქვს რომელიც მე მასთან ოფიციალურად მსახურობდი ეპარქიაში ჩავდიოდი დიახ მე პირადად ნანახი მაქვს ეს ფოტოები დიახ შეგიძლიათ მე გამოგგზავნი და დადოთ გვერდზე თქვა სმენელი ვინც დაინტერესდება ნახოს რომ კომენტარებში შეგვიძლია დავდოთ ამ გადაცემას კი კომენტარებში შეგვიძლია ავტორდოთ მამაო შეგვიძლია ავტორდოთ და სხვათა შორის ერთი ამბავის მოყოლა მინდოდა ესეთი აი ეს ბალამუტი რახან ვახსენე როგორც უყვარს პატრიარქს აი კიდე უფრო ჟარგონულად ვთქვა ჩორტების ჩაგდება რა რაღაც საქმეებში ესე იგი ტრაპეზზე ესეთი რაღაცაა გაჟღერებული რომ ტრაპეზზე სხვა ცნობილი ხალხიც იყო იქ სამეფო ოჯახიც იყო იმ ტრაპეზზე და სრულად შემთხვევით მორიდებით ვზივარ ამ ტრაპეზზე ეს ის პერიოდია როდესაც მეც პატრიარქის იდეოლოგი ვარ და ფანატი რომ აი ცოცხალი წმინდანი და ვაიმე და უიმე და პატრიარქი ყვება რომ აი სიონის საპატრიარქოში ერთხელ რომ ლოცულობდიო იქ ანუ თავისი ოთახი სადაც ყონდა ანუ იქ დღესაც არის შემორჩენილი სიონის საპატრიარქოში მეო ზვიად გამსახურდია მტყვია მესროლა განჯერიდანო რა აი ესეთი რაღაცა აქვს ნათქვამი და ეხა ეს ვიცი რა გათვლით გააკეთა იმიტომ პერს უყურს თავის სკვერპლად დახატვა რომ აი საწოდავი როგორ კაცო აი ტყვიასაც ესრიან კაცო და თურმე ზვიად გამსახურდია მტყვია მესროლაო ხო და ეს იმით თქვა რომ იქ ჩემ გარდა კიდე სხვა ხალხი იყო და აი ამის ამბავის გავრცელება უნდოდა რა რომ როგორც ხდება კაკებესნიკურად რაღაცა დააგდო სიტყვა და მე რა სხვებს რო გაევრცელებინათ რა მართლა დაუჯერებელი ამბავს ყვებით გიორგი
ეგ გაცხადდება მამაო, ყველაფერი გაცხადდება, დამიჯერეთ. ამ ცხოვრებაში თუ არა იქ საზურეებში, აი საყოველთაო განსჯარო იქნება, აი იქ გამოჩნდება რა, რეებია კიდე მაგას ნათქვამი და მოყოლილი რა. ეს ეხა უბრალოდ რაც ამომიტივტივდა თავშეთორე, მასზე ზღვა ინფორმაცია, მამაო, ისეთი რაღაცეებია გაკეთებული რა. ზვიად გამსახურდიაზე მან თქვა, რომ ფანჯრიდანო ტყვია მესრულაო რა. აი ესე აქ ნათქვამი, ზუსტად. ეს თქვა ტრაპეზზე. სადაც იჯდა, თქვა სასულიერო პირებიც და იჯდა სტუმრებიც. ეს იყო გათვლილი, იმიტომ რომ ეს აი რასაც ქვია, გარეთ გატანილი იყო ეს ამბავი და სხვებსაც გაეგოთ, რომ თურმე ზვიად გამსახურდიას პატრიარქზე უსვრია. ესე იგი ხმამაღლა თქვა ეს სუფრაზე და არა პირადად. დიახ, ხმამაღლა თქვა სუფრაზე, კი, ხმამაღლა თქვა. ხმამაღლა თქვა. დიახ. გიორგი, დიახ, თუ დაასრულეთ დაგემშვიდობები, თუ არა შეგიძლიათ კიდევ თქვენ. დავასრულე, მამაო, ღმერთმა რა ვიცი, 1%-იც რო თქვა გასაგები იყოს ხალხისთვის ეს აი რა ვიცი რა, აი გვეშველება ნახეთ. მე იმას არ მომწ ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე გვეშველება. უბრალოდ გადახედო რა ხდება ეკლესიაში და მარტო იმით ნუ შემოფარგლავენ რა, რომ აი თქვა მაგალითად თითო ოროლაბა კაცი არის. არ არის. მე უყურებ ჩანაწერებს დღესასწაულების და უკვე მამათმავლები უმრავლესობაში არიან რა. და ეს ვაშკაცი, თვითონ ვაშკაცი არქიმანდრიტები და ვიღაც დეკანოზები, რომელიც რაღაც კაცობაზე თავზდებს, მოფხილად იყვნენ, რომ ეგ მაგათმა თვითონ არ გამოყარონ, მე ეგენი გარეთ რა. აი ზუსტად მაგათმა არ გამოყარონ. ის ბიბლია არ წაუკითხია, სადაც მაგალითად სამი ანგელოზი იმას აბრაამს ეუნებიან, რომ ისო რა ქვია, სოდომ გომორის ვაღადიო ჩვენამდეც მოაღწიაო და ღმერთმა გაგვებრძანა, რომ შევამოწმოთ. ღმერთს რა შეჭირდებოდა სოდომ გომორის შემოწმება. ღმერთმა ისედაც იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ იქაური სწავლებით ჩვენ, ანუ ადამიანებს რაღაცა დრო გავიგებთ. ეგრევე აზრი კი არ მივიღოთ, გადავამოწმოთ, რომ ეგ მართლა ეგრე არის. ან გადავამოწმოთ, იქნებ გვატყუებენ. და აი ეს რაღაც ნაბიჯები გადავდგათ და იმას ავნათ რა, გავარკვიოთ, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუარი. ვის უნდა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და ვის უნდა ცუდი. და მამათმავალი პატრიარქი, რომელიც ორაზროვან გამოსვლებს აკეთებს ყოველთვის რა. და აზრს რო ვერ გამოვიტან, რომ ანუ ვის მხარესაა ეს კაცი, კაცო, საით მივყავართ. ან მაგალითად, ანუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ადამიანმა, ყოველთვის გამოდის და ორაზროვნად იძახის თავის სათქმელს, რომ ადამიანმა ვერ გაიგოს რა უნდა პატრიარქს. ან უფრო თავდაცვითი ის არის, რომ თქვათ ერთს რო იტყვის, თქვათ, მეორე არ გაანაცხენოს. ეს ბიკი ყუფარიას ის არის რა. აი ზუსტად ბიკი ყუფარია არის რა, რომელსაც მამა ასწავლიდა, რომ მკვლელიო და მკვლელის ოჯახშიც მიდი იქაც იტირეო და ვინც მოყლა იმასთანაც იტირეო, რომ თლად მაგას არ მოუკლეაო რა. დათა თუთაშყიას უყურონ, აი ხალხმა უყუროს დათა თუთაშყიას ხშირად. რამდენი პერსონაჟია, თქვათ, არქიფოსეტური, ესეთ შიოლა არის. აი ერთ-ერთი არის შიოლა, ბიკი ყუფარია ხო ზედგამოჭრილი შიოლა არის რა. აი ზუსტად ეგეთია რა. მკვლელთანაც იტირებს და იმასთან რა ქვია, მოყლულთანაც მიიღო და იქაც იტირებს რა. აი ეს არის ჩვენი პატრიარქი რა. და არ არსებობს სარეველას თესლისგან, ხო? ვაშლის ხე და ან თქვა რაიმე სხვა კეთილი ნაყოფი არ ამოვა, არ არსებობს. როგორც ნათქვამი არის, რომ ირემის შვილი არ შეიძლება რომ იყოს კუ და კუს შვილი ლომი ვერ იქნება. ეგრე არის, ცოტა გავახილო თვალები რა. დიახ, გიორგი. და მოვიდეთ ასზე. დიახ, აი ემოციური დახასიათებიდან რომ გადავიდეთ ოფიციალურ ხასიათზე, თქვენ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ითხოვთ ოფიციალურად, რომ სასამართლოზე იქნას საქართველოს ეკლესიის სასამართლოზე იქნას განხილული თქვენი ბრალდება. საქართველოს ეკლესიის სასამართლოზე იქნეს განხილული ეს ბრალდება და ასევე განხილული იყო ის მღვდელმთავრები და ის სასულიერო პირები, ვიზეც ეს ცოდვა არის გათქმული და მხილებული. ოღონდ ესენი რო არ ინიშნებენ რა, იმიტომ რომ ამათ ავიწყდებათ, რომ მამათმავალს ვინც იცავს, ის იგივე იმაში კატეგორიაში გადის რა. და მაგათ ნუ გონიათ, რომ აქ ერთი კაცის ჩაფარწყვით ვიღაცებს ხელი დაეფარება რა. ჩვენ არ გვინდა ის პირადად მე არ მინდა და ეხლა დანარჩენმა თვითონ იცოდეს. მე არ მინდა სასულიერო პირი და მღვდელმთავარი ეკლესიაში, რომელიც ლენინის მმართველობას მისტირს რა. და რომელიც ოცნებობს ანდროპოვის ძეგლთან რო კრიბავდნენ ბავშვები და იქ რაღაც ბუშტები და ეს რაღაც ხელსაბამებით შეარული რა. უკვე 21 საუკუნე არის, გამოვიღვიძოთ კაცო. ხალხი ელტვის იმას თავისუფლება იმას კი არ ნიშნავს. რასაც მინდა იმას გავაკეთებ. თავისუფლება იმას ნიშნავს, რაც მჭირდება და რაც ირგვლივ გარემოცვას წაადგება, აი ეს გავაკეთებ. და არა ის, რა ქვია, მეუფესმიერი დონე და ის, რა ქვია, მეუფესმიერი დონის ქადაგებები და რაღაცეები რა. საერთოდ ეს ხალხი გასაყრელია ეკლესიიდან რა. აი კომბლების რევოლუცია არა, მაგრამ აი რაღაცა ჟულის კანონის რევოლუცია უნდა მოხდეს რა.
რომელიც სხვათაშორის მაღაზიებიდან გააქრეს ეს წიგნი რა, რომ ხალხმა არ წაიკითხოს, რომ მაგათი მხელა არ ხდეს რა. და ავრცელებენ იმის პატრიარქის სიზრები, იქ მეუფე სპირიდონის საფრენი აპარატები და ესეთი რაღაცები რა. და აი სამწუხაროა რა და მეუფე ზოსიმას ისა რა, ცრემლები. აი ეს რომ აი თავისი მამათმავლური გამოხედვები და მამათმავლური გალობები, აი ზმუვის რა. ერთ-ერთ ახლობელს უცხოელ ადამიანს მოვასმენინე აი ეს თელი ეს მისი შემოქმედება რა. აი პირდაპირ მითხრა რა, არც იცის რა ხდება საქართველოს ეკლესიაში. ეს პიდარასტი ხო არ არის უკაცო. კაცმა პირდაპირ თქვა რა. უცხო თვალითაც ჩანს ეს რა ხდება. და აი მაინც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ანუ მამათმავალთა მცველთა კავშირი, მაინც მეუფე ზოსიმესთან ესრება წირვებს რა. რა ღმერთი არ გაგწირავს, ალბათ გადავრჩებით რა. დიახ. უნდა მოვინდომო და გადავრჩებით რა. დიახ, გიორგი, მე გეთანხმებით რა თქმა უნდა იმაში, რომ არა მარტო უზნეო ხალხმა დატოვოს ეკლესია, არამედ ვინც მათ მფარველობს და ხელსაფარებს იმათმაც. დიახ. დიახ, დაგლოცოთ ღმერთმა იცოცხლეთ და გაიხარეთ მამა უფალი იყოს თქვენი შემდგომ. გაიხარეთ უფალი იყოს თქვენი შემდგომ. გმადლობთ, გისურვებ ჯანმრთელობას და სიძრფილეს უფლის წინაშე. დიახ. აი მე მცირედ კომენტარს გავაკეთებ ამ საკითხზე. აი ეს პიროვნება პირადად მე დამიკავშირდა სწორედ 4 დღის შემდეგ იმ მოვლენისა, რაც ჩვენ თავში მიმოვიხილეთ, ანუ 4 ნოემბერს გასული წლისა, როდესაც მე დავდე გამოაქვეყნე 88 წელს დაწერილი, აი წეღან ახსენა მიტროპოლიტი ზოსიმეო, მის მიერ შედგენილი სემინარი აკადემიის რექტორობის დროს ხელწერილი, როდესაც ჩვენმა ამ პირობა მოგცა რომ დატოვებდა სემინარია აკადემიას. დიახ, ჩვენ ის ვამხილეთ, აი იგივე სოდვაში, სოდომურ სოდვაში და მაშინ სამწუხაროდ პატრიარქმა მას ხელი დააფარა, ჩვენ სემინარიდან გამოგვირიცხა 4 სტუდენტი და აი ნახარა ეს ჩვენი Facebook პოსტი ამ პიროვნებამ, ამ სტიქაროსანმა, უკვე ყოფილმა პირადი არხებით მოგვძებნა, დაგვიკავშირდა და იქიდან უკვე თავისი გულისწყეველი მან ესე გადმომცა მე პირადად მითხრა სხვათა შორის ის ყველაფერი, რაც მან მოგვიანებით გააჟღერა შემდეგ ასე ეროვნული TV რომ ქვია აი ამ ტელევიზიით და მე რა თქმა უნდა შევინახე მისი საიდუმლო, მე არ მქონდა უფლება რომ გამესაჯაროებინა მისი ნებართვის გარეშე. ეს საკითხი ეხმიანება ასევე შეკითხვას, რომელიც კომენტარებში შემოვიდა, გავცემ პასუხს. ამბობ თქვენო ადრე თქვით, რომ კიდევ არის 2 მოწმეო მსგავსიო აი გიორგი გელაშვილისაო, რომლებიცო არიანო იგივე მაბრალობლე, ანუ ბრალის წამყენებლები, იგივე მსხვერპლი და დაზარალებულებიო პატრიარქისგანო და თქვენო, ესე იგი, რაშუებითო რატომ არ გამოვყავთ ეს ხალხიო, თქვათ ასე ეკრანზე, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. არის კი ადასტურებ 2 ადამიანი, რომლებიც მსგავსი შემთხვევა, რაც გელაშვილმა ამ შემთხვევაში მოხდა. კიდე უარესი ფორმით, თქვათ, უარესი ფორმებით, ორივეს შემთხვევაში შემიძლია გითხრათ. მაგრამ მე არ მაქვს უფლება, მე არ ვარ უფლება მოსილი მათი ვინაობა დავასახელო და მით უფრო მათზე ასე დაწვრილებით ვისაუბრო და რატომ? იმიტომ რომ გარკვეულად ისინი თავს დაუცველად გრძნობენ ამ საკითხში, მათ თავიანთი თავის და ოჯახების უსაფრთხოება აწუხებთ და მე გვესმის ჩვენ ადამიანურად ეს ვერავის დავაძალებთ ამ შემთხვევაში, რომ აი რაღაცნაირად თავი გადადონ ბოლომდე და თქვათ აი ამ საქმეს ასე მიყვნენ ბოლომდე, თუმცა ისინი ამბობენ რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიტყვით საეკლესიო სასამართლოზე და თავსაც გადავდებდითო, თქვათ, მაგრამ ჩვენს უკან არის თქვათ საზოგადოება, ხალხი, ოჯახი და ჩვენ ვერ გაგვიგებენ, აი ისი ეშინიათ, იცით ეს რაღაც თავზარდამცემი ამბავია. აი მიჭირს კიდევაც ამაზე კომენტარის გაკეთება საერთოდ. რომ აი ქუჩაში ვეღარ გამოვართო ჩვენ, აი პირდაპირ ნერწყვებას დაგვიწყებენო, ჩაფხოლავენ, არ დაგვიჯერებენო, აი ნახეთ საოცარი ამბავი, რა თქმა უნდა დაუჯერებელი ამბავი არის, მაგრამ ახლა თუ მართალია ეს ამბავი და ხარ უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ ესა მაშინ რა ქნას ამ ხალხმა ახლა ასე ჩაყლაპოს ეს დადუმდნენ და არ გაიხონ ხმა ვერ ერევიან თავიანთ თავს, აბა თქვენ წარმოიდგინეთ მათ ადგილზე თავი და ამიტომ მათ უნდათ რომ სიმართლე ბოლომდე ითქვას და მით უფრო უწმინდურობა ეკლესიაში არ იყოს. აი ვინმეს თუ ეჭვი შეეპარება, ახლა ვინ საუბრობდა რახან ჩვენ თქვენ მას ვერ ხედავდით სახეზე და ამიტომ შესაძლოა ეს რაღაც გამონაგონი პიროვნება არისო, ეს პიროვნება არსად იმალება, უბრალოდ დღეს ტექნიკური საშუალებით მან მხოლოდ ხმოვანი მომართვა ამჯობინა, როგორც გითხარით და ჩვენ დავდებთ აი კომენტარებში, როგორ დამთავრდება ჩვენი ეს ჩართვა დღეს, იმ მის ელექტრომის სამართს, სადაც თქვენ შეხვალთ და ნახავთ, როგორ გამოვიდა ის თავისი სახითაც, ასე პირდაპირ
ისაუბრა წეღან ხსენებული ეროვნული ტევეს გადაცემაში. ასევე ჩვენთან ჩართვებშიდაც ის სახით გამოჩნდა, როდესაც ამისი ტექნიკური საშუალება იყო, თუ არ ვცდები გამოჩნდა ერთხელ, შეიძლება მეშლებოდეს, იმიტომ რომ თავს იკავებდა ყოველთვის ასე ვთქვათ ვიდეო რეჟიმზე გადასულიყო, რომ ეშინოდა რომ საერთოდ წვეტა არ მომხდარიყო. აი დღეს ჩვენ აგერ ორჯერ მოგვიხდა წვეტა ტექნიკურად, იმიტომ რომ ასე ადვილი არ არის ახლა ვთქვათ დღეს ასეთი ვიდეო გადაცემებიც ასე შორი მანძილებიდან დიახ. აი ეს მინდოდა ვთქვათ, აი ასე პატარა ესეთი მიმოხილვა გამეკეთებინა ამ პიროვნების გამოსვლის შემდეგ და ეხმიანება მის ამ სიტყვებს ისეთი რამ, რაც მე გავიგე აი საქართველოს ყოფილი სტიქაროსნებისგან თუ იქ მყოფი სასულიერო პირებისგან თუ იქ ვინც თქვათ ახლოს არის ამ საეკლესიო წრეებთან მათგან გავიგე რა რომ აი რაღაც ახალი თეორია შეუმუშავებიათ დღეს სასულიერო პირებს ზოგიერთს ახლა რა თქმა უნდა ყველაზე არ ვამბობთ რომ კი არ უარყოფენ აი როგორც სტიქაროსანმა გიორგიმ თქვა რომ პატრიარქიო ასეთ ცოდვაში არისო არა კიო არისო ახლა მას ასეთ ცოდვაში ასეთიო სისუსტე ჭირსო ზოგი ასე ამბობს მაგრამ აი ზოგი დაცვის წევრი თუ იქნება თუ სხვადასხვა, მაგრამ ამ კაცო იმხელა საქმე აქვსო გაკეთებულიო და იმხელა რამეს აკეთებსო, ახლა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთო. აი წარმოგიდგენიათ აი ადამიანებო, რა ვიცი აი როგორ გითხრათ, აი უბრალოდ არ მყოფნის ის სიტყვები და რა ვიცი როგორ გითხრათ, აი იმდენად გაუგნებული ვარ, რომ ეს გადმოგცეთ ასე ვთქვათ აუღელვებლად, იმიტომ რომ ეს რა ეს არ ვიცი ამას არ მინდა ესეთი მკაცრი სიტყვები ვიხმარო ვთქვათ ღვიძლისთვის შეუფერებელი. ეს არის სრული რაღაცა ესეთი რა ვიცი აი რა დავარქვა ამას მე არ ვიცი. აი რა სიტყვა გამოვიყენო. სრული აბდაუბდა რაღაცა სიცრუე, რაღაცა ესეთი აი რა ვიცი, აბა როგორ გითხრათ, არ მინდა თქვა ბოდოა და მარაზმი და ასეთი სიტყვები უკვე ფაქტიურად გაცვდა. რას ქვია, ესე იგი, ადამიანი თუ ასეთი უმძიმესი ცოდვით არის შეპყრობილი და ის მფარველობს ასეთ ცოდვებში მყოფ სასულიერო პირებს და თქვა სხვებს არა, მფარველობს და აწინაურებს და აჯილდოებს მათ, კერლუცულობს მათთვის რომ გამოსწორდნენო, არა, პირიქით, ესე იგი, მწვანე შოქი აქვს მათთვის ასეთებისთვის მიცემული, ასეთ ადამიანს ჯერ ერთი რაღვაწლი უნდა ჰქონდეს. გეკითხებით, ასეთმა რა უნდა გააკეთოს ეკლესიაში, გეგულებათ ეკლესიის ისტორიაში, ვინმე არათუ წმინდანი ისე რიგითი სასულიერო პირი, რომელიც ასეთი ცოდვის მატარებელი იყო, ან რომელიმე მძიმე ცოდვის მატარებელი და თქვათ დიდი მოღვაწე იყო და დიდ საქმეებს აკეთებდა, არა მით უფრო რომელიც წმინდანი იყო ასეთი, აი ასეთი მღვდლებს ეკლესიაში რა უნდათ, აი პირდაპირ გეუბნებით. ვინც ამას ასე პირდაპირ ქადაგებს? ჯერ თვითონ თუ ასე მართლა ჯერა იმ მღვდელს არა? მაშინ ნუ მისი გონებრივი შესაძლებლობები ნურს ქვემოთ არის მართლა, მაგრამ თუ კიდე ის ამას ავრცელებს ასე და სხვებს კიდე ამას თავს ახვევს, ეს კიდე მით უარესი. რა უბედურება არის ეს? აი თითქოს და მივაგენი სიტყვას რაც გამოხატავს უფრო ამ ვითარებას ეს არის დიდი უბედურება რაც მართლაც ჩვენს ერს სჭირს რომ ღვთისმსახური რომელიც მაგალითი უნდა იყოს თავისი გონებრივი სინათლით პატიოსნებით ზნეობით ჟელობის ლოგიკით თანმიმდევრულობით არა რას ამბობს რომ თურმეო ჩემი პატრიარქიო კი მართალიაო რომ ასეთი არისო ანუ სოდომურ ცოდვაში არისო და იყო მთელი ცხოვრებაო მაგრამ რა ვქნათო ახლა დიდი ღვაწლი აქვს ამ კაცს ესე იგი ღვაწლში ის რას თulis ახლა რომ პატრიარქმა გაამრავლა მამათმავალი სასულიერო პირები და ასე შემდეგ ყველა არა ახლა ზოგი იტყვის მაგრამ ყველა კი ერთიც არ უნდა გაამრავლოს პატიოსანმა ადამიანმა ასეთი თქვათ და როგორც კი აღმოაჩენს თუ გაეპარა ასეთი მაშინაც უნდა მოკვეთოს ეკლესიიდან და ახლა ეს რა თეორია ასეთი ჩვენ რაც უნდა ამას დაწერა და სწავლა და ჯულის კანონი რა ადამიანურად ვერ უნდა მიხვდეთ ამას ასე ხო ყველაფრის გამართლება შეიძლება მაშინ რაღაც გვინდა საერთოდ რჯული რაღაც კითხულობთ სახარებას რომ ასეთები უნდა ვიყოთ და ასეთები კიდე არ უნდა ვიყოთ მაშინ აბა მივყვეთ ცხოვრების დინებას და გადავიდეთ ყირაზე და როგორც ამბობენ დღეს ასე მე უფალი ყველას მოთხოვსო სასულიერო პირსო ახლა დღესო ჩვენ ნუ განვიკითხავთო აი სრული ასეთი ბოდვა მართლა რაღაცა ესეთი ცრუ ეშმაკისგან შემოტანილი მოძღვრება რომელსაც პატრიარქი მფარველობდა აი ამ ცრუ მოძღვრებას ყოველთვის შთააგონებდა ასეთ ცრუ სასულიერო პირებს ესე იგი თორმე სასულიერო პირები უნდა გადავიდნენ ყირაზე ყველაფერი აკეთონ დააშინონ აღსარებლები და თავიანთი მრევლის წევრებთან მაპატიეთ და უწმინდურობები ჩაიდინონ, საყვარლებად გაიხადონ სულიერი შვილები, მრევლის წევრები და შემდეგ თურმე ახან უფალი მოკითხავს, ამიტომ მათ უნდა ვაპატიოთ ამ ქვეყნად. უფალი ჩვენ ყველას მოკითხავს და მათაც მოკითხავს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა. მაგრამ მანამდე აპატიეო და არაფერი თქვა და ხმარ გაიღო, ეს ამას ვაპატიეთ აფრიკაში ჯუნგლებშიც არ ქადაგებენ ასეთ რაღაც უაზრობას. სიცხვილე ეს მართლმადიდებელ ქრისტიან ერში საქართველოში ეს როგორ შემოვიდა საერთოდ გამოფხიზლდეთ ცოტა აი სიცხვილე არის მართლა ეს ახლა ვეცდებით ასევე
ჩავთოთ აი ჩვენი მორიგი სტუმარი თუ ის ტექნიკურად შეძლებს გვიპასუხოს თუ არა და შემდეგ გადავალთ შემდეგ საკითხზე და მალე დავასრულებთ დღეს ჩვენ სავარაუდოდ დიდხანს არ გვექნება ასე ვთქვათ ჩვენი ეს გადაცემა ვიდეო ჩართვა თხოვდით მსმენელებს რომ აი კომენტარებში თქვენი აზრი გამოთქვით აი ამ ჩვენი დღევანდელი ჩართვის კომენტარებში და თქვენი აზრი გვაინტერესებს რა თქმა უნდა დასვით შეკითხვები ჩვენ შეძლებს დაგვარად გიპასუხებთ თუ ჩვენ ჩართვა არ მოგვიხერხდა მაშინ წავიკითხავთ აი ერთ-ერთმა მათგანმა რომელიც უნდა ჩართულიყო დღეს მას საპატიო მიზეზი ჰქონდა ადრე ის ჩვენ ჩაგვერთო და დღეს გთხოვა მან რომ თქვათ მისი Facebook პოსტიდან წაგვეკითხა გზავნილი ესეთი რომელიც თქვათ მან დაწერა უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით მაგრამ მაინც ვეცადოთ ეგრე აი ცოცხლად ჩავთოთ და თუ არა და შემდეგ წაგიკითხავთ მან რაც მომაწოდა და მისი აზრი მაინც თქვენთვის გასაგები იქნება დღევანდელ საკითხთან მიმართებაში ჩვენ გვაპატიეთ აი ასეთ უმძიმეს თემაზე გვიწევს საუბარი მაგრამ რა ვქნათ აი ვერც მაიცის ჩვენ არც გამოგვიგონებია ეს თემა და არც ვცდილობთ რომ ვინმე ცილი დავწამოთ თუ რაღაც ასეთი მსგავსი დაგვიფაროს უფალმა მისაგან აი სულ რამოდენიმე წამიდა მე ვთქვათ გადავალ აი კომენტარის კითხვაზე დიახ მოგეხსენებათ დღეს დაძაბული დღე არის საქართველოშიც და სხვაგანაც სადაც თქვათ ქართველები ცხოვრობენ უცხო ქვეყნებში აი იქაც თქვათ გარკვეული ესეთი პოლიტიკური აქტივობა არის როგორც ჩანს და ძნელი არის ესეთი ტექნიკური დაკავშირება ყველასთან ამიტომ აი მაგალითად დღეს გვსურდა ჩვენ ეს ერთ-ერთი პიროვნება თეოლოგი ჩაგვერთო რომელმაც მიიღო უკვე მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში ერთ-ერთ ჩართვაში როგორც გითხარით სხვა თეოლოგთან ერთად გიორგი ტიგინაშვილთან ერთად და დღეს სავარაუდოდ ისიც უნდა ჩართულიყო მაგრამ აი როგორც ჩანს ისიც ვერ ახერხებს ამიტომ აი ჩვენ მოგვაწოდა თავისი Facebook პოსტი რომელიც აი ამ თემასთან მიმართებაში აქვს შედგენილი აი ამ ახალგაზრდა თეოლოგს რომელიც გახლავთ ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი რომელიც სწავლობდა სემინარიაში დაამთავრა შემდეგ აკადემიაში სასულიერო აკადემიაში სწავლობდა თბილისში მე ახლოს ვიცნობ უკვე ამ ადამიანს და შემიძლია დავასახელო დადებით ადამიანად ისეთად რომელსაც ნამდვილად შეტკივა ეკლესიაზე გული და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას როგორც ქრისტიანი როგორც ღვთისმეტყველი თეოლოგი საფრთხო მეცნიერების შემსწავლელი აი მე მომიტევეთ შესაძლოა ახლა თქვენ ნახოთ ესეთი ცოტა ვთქვათ ემოციურიც ცოტა შეიძლება მკაცრადაც მოგეჩვენოთ ზოგ შეიძლება გადამეტებულად მოეჩვენოს რაღაცა ფრაზა თუ წინადადება თუ სიტყვა მაგრამ ჩვენ უნდა გავუგოთ ამ ახალგაზრდებს თუ ისინი მართლაც სიმართლეს ამბობენ და სავარაუდოდ ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში ჩვენ უფლება რა გვაქვს ისინი ცილისწამლებად გამოვაცხადოთ მაშინ უნდა გვესმოდეს მათი ჩვენ ნამდვილად და ამ ადამიანებსაც და ჩვენს ეჭვს გვიღრმავებს ის რომ ბრალდებული დღემდე არ იწვევს სასამართლოს ის არ ცდილობს თავის გამართლებას თითქოს და ეს მისი შეურაცხყოფა არის მაგრამ ჩვენ არაერთი მაგალითი მოვიტანეთ ადრე გავმეორდებით რომ წმინდანებიც კი თავს იმართლებდნენ ეს შეურაცხყოფა არ არის პირიქით შეურაცხყოფენ
მდგომარეობაში ახლა იყენებს თავს, როდესაც დუმილის არჩევს და აქეთ ზჯის ბრალმდებელს. აბა თავი გაიმართლოს და ჩვენს დაგვარწმუნოს თუ მართალია ამ საკითხში არა, თუმცა თვითონაც რომ გაიმართლოს თავი ამაში და თვითონ არ აღმოჩნდეს ასეთ ძიმეცოდვაში დაუშვათ ჩემთვის ის მაინც ბრალეული არის რასშიც მე მას დიდი ხანია უკვე ბრალზდებ და ვდებდი და ვდებ ახლაც ის ყოველთვის ფარველობდა ხელსაფარებდა თუ სოდომურცოდვაში მყოფ ადამიანს თუ გლემთავრებს თუ მრუშობაში თუ ასე შემდეგ და სხვადასხვა საშინელ ცოდვებში მყოფ სასულიერო პირებს მათ ყოველთვის ახალისებდა, აწინაურებდა და აჯილდოებდა. აი რას წერს გიორგი გეგუჩაძე თავის ერთ-ერთ პოსტში. საქართველოს საპატრიარქოს ვაი-ეპისკოპოსთა ნაწილის სიშლეგე იქამდეც კი მიდის, რომ პატრიარქის დასაცავად ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის წარმოუდგენელსაც კი კადრულობენ. თითქოს და პირველად გაიგეს პატრიარქის აი ძიმეცოდვის შესახებ. მე მომიტევეთ ახლა ცოტა შევარბილებ ტერმინებს, ახლა მას უფრო ესე ერისკაცულად პირდაპირ უწერია, მე ცოტა მევხერხულება პირდაპირ ასე გამოვთქვა თქვათ. ნუ აქ წერს მაგალითად ჰომოსექსუალობა თქვათ ასე პირდაპირ. თითქოს და პირველად გაიგეს რომ ამის შესახებ. თითქოს და თავად არ ყვებოდნენ მის ეგრეთ წოდებულ სასიყვარულო ისტორიებს და პოზებს სხვადასხვა დეტალში. თითქოს და ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ნიშნის მიხედვით არ იყოს გამორჩეული ეპისკოპოსად ან სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე. მათი სითავხედე იქამდეც კი მიდის, რომ ითხოვენ მოწმეთა ნახვას, თუ რა აქვთ სათქმელი. ყველა ამოწმებს, რომ პატრიარქი არ მინდა გამეორება, მაგრამ ამოწმებენო, რომ არ ნამდვილად არის ვასე იმ ძიმეცოდვაშიაშიც მას ბრალდებენო, მაგრამ მაინც მოწმეები სჭირდებათ და იცით რატომ? იმიტომ რომ შემდეგ მათ განეიტრალებაზე იზრუნონ. დაიმოწმონ, დააშინონ ისინი დამოწმების გამო, დაიმუქრნენ და მეუფე პეტრეცილის წამებლად წარმოაჩინონ. ჩემთვის არავის მოუმართავს ამ ბრალდებითო ირწმუნება ერთი ეპისკოპოსად წოდებული სინამდვილეში კი ცოტა ისე მხატვრულად ამბობს, ესე იგი მშიშარ ადამიანი ამის თქმა უნდა მაპატიოს ავტორმა რომ ეცვლი ცოტა მის ასეთ სტილს. გინა დიახ, აი ესეთი მშიშარა ხალხის წარმომადგენელიო და გვერდს უვლის მეუფე პეტრეს საჯაროდ ნათქვამს. გვერდს უვლის ერთ-ერთი დაზარალებულის გიორგი გელაშვილის, აი ვინც ახლა გესაუბრათ საჯარო ინტერვიუს, სადაც ყველაფერს ხვება, რაც მას გადახვდა თავს პატრიარქთან. თითქოს და მიტროპოლიტის ბრალდება არ იყოს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ დაინტერესდეს ამ საქმით და მოითხოვოს საეკლესიო სასამართლო. არც ეს კონკრეტული საქმე აინტერესებს და თავს იმით იმშვიდებს, აი არ აინტერესებს რომ ეპისკოპოსო, ვისაც გულისხმობს, რომ პირადად მისთვის არ მიუმართავთ. არადა მიმართვაზე მეტია, რაც უკვე თითქმის 1 წელია პატრიარქის მისამართით ისმის. მეორე ეპისკოპოსი იმას მიიმტკიცებს, რომ სინოდზე მეუფე პეტრეს პატრიარქის მიმართ მსგავსი ბრალდება არ წამოუყენებიაო, რაც აბსოლუტური სიცრუეა, მაგრამ დავუშვათ, რომ ასე მოხდა და სინოდზე ეს საკითხი არ დასრულა. სინოდიდან გამოსულმა მღვდელმთავარმა, რომ პირდაპირ ეთერში განაცხადა ეს, თუ ამან მაინც არ გაიძულათ სასწრაფოდ შეგებრუნებინათ ის უკან და მოგეთხოვათ დამტკიცება, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეუფემ იმთავითვე სინოდზეც განაცხადა, რომ მეორე დღეს 12 საათზე მოწმებს მრავალს და არა ერთს მოიყვანდა. შესაბამისად, მას რომ ბრალდება არ წაეყენებინა პატრიარქზე მოწმეთა მოყვანა, რაში დასჭირდებოდა, მაგრამ ამას როგორ გაბედავდნენ ესეთი ლაჩარი მამებიო ამას ამბობს ესე ცოტა სხვა სიტყვებით, ურჩევნიათ ასე განვლონ დრო და შეინარჩუნონ სკამები, რადგან იციან რომ მეუფე პეტრე დაამტკიცებს თავის ბრალდებას, თავადაც პასუხისმგებლობის ქვეშ აღმოჩნდებიან. 1 წელი სრულდება თითქმის ამ ამბიდან და 1 წლის განმავლობაში ერთი კაციც კი არ გამოჩნდა სინოდში, ვინც უზნეობაზე ხმას აიმაღლებდა. მე არ ვითხოვ, რომ მეუფეს დაუდგნენ გვერდით ან პატრიარქს. მე ვითხოვ იმას, რომ სჯულის კანონის აღსრულება მოითხოვონ და საქმე გამოიძიონ. როდემდე უნდა ილანძღებოდეს იბერიის უძველესი საყდარი ამ უღმერთოების გამო, განათითოეული მათგანის და განსაკუთრებით პატრიარქის მიზანი არ უნდა იყოს საქმის ერთხელ და სამუდამო დასრულება, მაგრამ არა. ასეთ შედარებას აკეთებს გადადილებული მამალი ვერასდროს ვერ შეძლებს დაყილვებას, რადგან დედლობა მას უკვე თავისი დაღი დაასვა. ასე აქაც უზნეობით, უწიგნურობით, უხამსრობით, სიბოროტითა და მამაძაღლობით განთქმულ კრებულს არასდროს ექნება პრეტენზია სიწმიდესა და სისუფთავეზე. ზოგიერთი ვაი-ეპისკოპოსი
მამლობას რომ იჩემებს, მაგრამ დედლობის ყვალს მიუყვება, თავს იმით იმშვიდებს, რომ იმ კრებას არ ვესწრებოდიო, როცა მეუფე პეტრე გაუშვესო. ანუ იმას კი არ ამბობს, რომ მეუფეს მოუთხოვდი დამტკიცებას და საქმეს მივცემდი მსვლელობასო. არამედ იმას, რომ დაადგენილებას ჩემი ხელწერა არ აქვსო, ანუ ხელმოწერა. არ აქვს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაც კი არ აქვს საკითხული ამ უარგისებს. მაინც სად შეიკრიბა ყველა ერთმანეთზე უარესი ვითომ ვაშკაცი, რომ მოინდომო და ძებნაში რკინის ქალამნები გაცვითო, ვერსად ვერც ერთ სამსახურში მსგავს სახეებს ვერ იპოვნი. გულის ამრევებიც კი აღარ არიან უკვე. ყველანაირ ზღვარს გაცდა მათი მზაკრობა. დაწყობილი მიმიკებით წელი ნელის საუბრის მანერითა და სიარულის განსაკუთრებული თავისებურებით, რომ ცდილობენ თავიანთი სულიერების წარმოჩენას. დიახ, მე მომიტევეთ, აი რაღაცნაირად ესეთი მძაფრი პოსტი არის ერისკაცისა, აი მან გთხოვა ჩვენ ეს გაგვეჟღერებინა ვთქვათ, რომ გამოსულიყო თვითონ, აი ახლა ხანს მომწერა, რომ არა აქვს ისეთი საშუალება, რომ აი თქვა ჩაერთოს და მთხოვა სამაგიეროდ, რომ აი ეს მისი ნაწერი გამეჟღერებინა, ნუ იგივე სიტყვა და შესაძლოა უფრო მძაფრადაც ეთქვა მას ეს. ჩვენ უნდა გავიგოთ ამ შემთხვევაში მისი, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის უაღრესად დაბრკოლებული ეკლესიაში დიდი მოწიწებით, დიდი გრძალვით შევიდა თავიდან თვითონ ეს აღწერა, როდესაც ჩაერთო ის ჩვენთან და შემდეგ ისეთნაირად თქვათ დაბრკოლდა ეს ადამიანი აი საშინელი უწმინდურებების ხილვისა გამო, რომ აი რაღაცნაირად ასეთ ძიმე შედარებებსაც კი ხმარობს. სამწუხარო არის ეს ყველაფერი, აი მოსასმენადაც კი სამწუხარო არის და როგორ უნდა განეცადა ადამიანს ეს ყველაფერი, რომ აი აქამდე მისულიყო ეს დაეწერა. ასევე მისი ერთ-ერთი პოსტი არის რამოდენიმე თვით ადრე გამოქვეყნებული ამ საკითხზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან განყენების საკითხს ხელს აწერენო და ჩამოთulis იგი. ვის ჩამოთulis, რომ აი თვითონ მამათმავლობაში მხილებული ესე იგი კათოლიკოსი ამბობს, შემდეგ მიტროპოლიტი ამბობს, რომელიცო თვითონ აცხადებდა მაპატიეთ, აი საოცარი ამბავია, რომ მე ვადასტურებ ნაწილობრივ ასეთ ხმებს, საუბრობენ სამღვდელონი ერთმანეთში ასეთ რამეს და უცხო ხალხთან, აი ერისკაცებთანაც კი საუბრობენ, რომ მიტროპოლიტიო ამბობდაო, აი უხერხული ამის გამეორება, ნუ საზიზღრობა უბრალოდ, აი შედით აი ამ ადამიანის გიორგი ეგუჩაძის Facebook გვერდზე და იქ ნახავთ. აი კერძოდ ეს არის 4 ივნისის პოსტი და იქ დაწვრილებით ვისაც გაინტერესებს წაიკითხეთ, უბრალოდ არ შემიძლია რომ გავიმეორო. ნუ ისეთ რამეს ამბობს მიტროპოლიტი თავის პატრიარქზე და თან ამ დროს თან უწმინდეს უძახის ტელევიზორში მე რა. მიტროპოლიტი ასევე კიდე ერთი ჩამოთვლილი, რომელიც უმძიმეს რამეში იყო ბრალდებულიო და ისეთი რამ მოყავს მას, რომ ანუ ეს მტკიცებად მოიტანაო სინოდზეო რაღაც სამარცხვინო ამბავი, ამის გამეორებაც არ შემიძლია მაპატიეთ. ასევე კიდე ის მიტროპოლიტი დასახელებული ზოსიმი აქ შემიძლია უკვე გავიმეორო, იმიტომ რომ მე თვითონ ბრალზვდებ ამ მიტროპოლიტ ზოსიმეში ეშულს, ჯერ კიდე 88 წლიდან მოყოლებული, როდესაც მე სემინარიის სტუდენტი ვიყავ, ჩემი რექტორი იყო, ეპისკოპოსი იყო, დღეს დაწინაურებულია პატრიარქისგან ორჯერ, მიტროპოლიტი გახლავთ. ასევე ერთ-ერთ ეპისკოპოსზე წერს, არ გავიმეორებ სახელს და გვარს, რომელიც თვითონ აი ამ არასრულწლოვანის გაუპატიურების გამო საჟილს იხდიდაო და დღეს უმაღლესი იერარქია არისო, ის აწერსო ხელს მეუფე პეტრეს დასჯასო. ასევე ერთ-ერთზე წერს, რომ ეს ყველა მიცით ვინც არის ჩანსო ეკრანზე ამას გულისხმობს, როგორ მეტყველებს და როგორ აზროვნებსო. და ასევე ხელსაწერენო საეჭვო ზნეობის მქონენი და სხვა ეპისკოპოსებს ჩამოთulis, მე ახლა მას აღარ ჩამოთვლი და ამათ ხელმოწერებს რომ ნახავ და იცი ვინანი არიან, მაშინ კიდევ ერთხელ რწმუნდები რომ მეუფე პეტრე ქრისტეს გზას მიუყვება, განა ქრისტე მაშინდელმა ოფიციალურმა ეკლესიამ არ აცვა ჯვარს, ასე რომ გასაკვირი არაფერიც ხდება. ამას დაასკვნის ეს ახალგაზრდა თეოლოგი კაცი და ასევე მისი მესამე გზავნილი და ამით მოვჩებით ამ პიროვნების შესახებ საუბარს, უпростоრად მისი ნაზრების გაცნობას, რატომ მჯერა მეუფე პეტრეს თავის პირად დამოკიდებულებას გამოხატავს ამ მიტროპოლიტისადმი, რომელსაც მე პირადად სხვათა შორის ასე არ ვიცნობ, არც მისაუბრია მასთან ოდესმე, მაგრამ ეს ახალგაზრდა ადამიანი საკმაოდ ახლოს იცნობს მეუფე პეტრეს.
ყველა კარგად ვხედავთ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს ნეობრივი ხასიათის დარღვევებსა და არც მეტი არც ნაკლები სისხლის სამართლის დანაშაულთ სასულიერო პირების მხრიდან რუსულ გავლენებს საქართველოს საპატრიარქოზე და ასე შემდეგ. ეს უკანასკნელი თუნდაც 2016 წელს კრეტის კრებაზე წაუსრულებით და შემდეგ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხსა და საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულებით მტკიცდება. ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებზე საუბრისას ცხადია გულისხმობთ საპატრიარქოსო და მის მმართველ ნაწილს, როგორც ხილულ ინსტიტუტს არავის სეპარება ეჭვი ეკლესიის როგორც ქრისტეს მისტიური სხეულის მადლმოსილებასა და მაცხოვნებლობაში. მიმდინარე უამრავი პრობლემის ფონზე ერთადერთი ეპისკოპოსი, რომელმაც ხმა აღიმაღლა მუზნეობის წინააღმდეგ, გახლავთ ჭყონდიდის აწუკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე. მისი ბრძოლა კი დასრულდა იმით, რომ 31 ოქტომბრის სინოდის ხდომაზე ის კათოლიკოსმა საყდრიდან დაამხო. ამას მოჰყვა მის მომხრეთა წინააღმდეგ ბრძოლა. ანუ იღუმენია თამარი დაისაჯა უზიარებლობით. გულისხმობს იღუმენია თამარ გამყრელიძეს. დღეს კი კათოლიკოსის ბრძანების საფუძველზე მღვდელმოქმედება აეკრძალა მამა ანდრია სარიას. აი ჩვენ მის პოსტს ბოლოს წავიკითხავთ. საქმეში ოდნავ ჩახედული ადამიანი, რომელსაც სიმართლეში გარკვევა სურს, აშკარად ამჩნევს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, რომ პატრიარქი სინამდვილეში სულაც არ გახლავთ წყემსი კეთილი და რომ მიუხედავად ღრმა მოხუცებულობის ასაკისა, მას ჯერ კიდევ გული გასასტიკებული აქვს ეგვიპტის ფარაონებით. არსებობს უამრავი შეკითხვა კათოლიკოსის მმართველობის წლებში დაგროვებული კითხვები ეხება როგორც მის ზნეობრივ მდგომარეობას, ასევე მისი მმართველობის პოლიტიკას, მის დამოკიდებულებას გამსახურდიასა და მხედრიონის მიმართ და ასე შემდეგ. პასუხები კი არ არის. მეუფე პეტრეს ვითომ დანაშაული გახლავთ ის, რომ მან გადალახა ის ზღვარი, რომელიც პატრიარქის ხელმძღვანელობას გულისხმობს. პატრიარქის ხელშეუხებლობას გულისხმობს. მეუფე პეტრეს რაც არ უნდა ცუდი გაეკეთებინა, გულისხმობს ზნეობრივი და სისხლის სამართლის დანაშაულის კუთხით რაიმე ჩაედინაო, ამას გულისხმობს. დიახ, მაგრამ არ შეხებოდა პატრიარქის პირად ავტორიტეტს, ის დღესაც თავის ეპარქიაში იქნებოდა. ამისი მაგალითი მრავლად გვაქვს. პედოფილიაში მხილებული მიტროპოლიტი ისევ მიტროპოლიტი და სინოდის წევრია. არც კი განხილულა მისი საკითხი უახლოეს სინოდზე. როცა გამოვიდა ეს ამბავი, მეუფე ანანია ჯაფარიძეს ვკითხე, ეს და მან მიპასუხა, რომ არ გვიბიჯელია ამის შესახებ. ჯერ არ წარმოგიდგენიათ, ესე იგი მიტროპოლიტი პედოფილიის ახალგაზრდა გოგოს გახსნის ცოდვაში იყო და არის ბრალდებული და მისი საკითხი სინოდს და პატრიარქს არ განუხილავს. წარმოგიდგენიათ, ის ჯერ კიდევ მიტროპოლიტია. მხოლოდ ეპარქია კი არც ჩამოართვეს, თვითონ წამოვიდა ეპარქიიდან ეს ადამიანი ქაღარდა ედგომებოდა. ჯერ არ სმენილი ჰერესის მქადაგებელი ეპისკოპოსი ისევ თავის ადგილზეა, ჰომოსექსუალობაში მხილებულიც მყარად დგას. ენა ბილწი და ლოთიც ხელმძღვანელია. უზნეოდ ერთ-ერთი ეპისკოპოსი ამბობს, ყველაზე ერთ-ერთი დიდი ეპარქიის მმართველიც არისო, ეპისკოპოსი, რომელიც ამბობდა, რომ პატრიარქი, აპატით ვერ გავიმეორებ, საზიზღრობა ისეთი, რომ ისევ თავის ხარისხშია. სამაგიეროდ პატრიარქი სხვის სჯის, პატრიარქის სჯის მეუფე პეტრეს, რადგან ის მის სახელს შეეხო. ანუ პეტრეს შეეხო პატრიარქის სახელსო და ამიტომ დასაჯავ, ანუ პირადი ანგარიშწორებით ამის თქმა უნდა. საპატრიარქოს სკანდალები დღითი დღე ახალ ფაზაში გადადის. კათოლიკოსის სახლში ტერორისტებს მალავდნენ თურმე არც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ცდილობებს ჰქონდაო ადგილიო იქ სასულიერო პირების მხრიდანო. ცხადია ყველასა და განსაკუთრებით განსაკუთრებით მაპატიეთ რომ ჩხარობ კათოლიკოსის ვალდებულება თუ ის ქრისტესგან არის მაქსიმალურად შეეცადოს ამ პროცესის დასრულებას და სიმართლის გარკვევას და დამტკიცებას. კათოლიკოსი რომ თავის სიმართლეში დარწმუნებული იყოს და მყარად იცოდეს რომ ცოტა თავისებურად ახლა ერისკაცულად წერს, მკაცრად მე მაპატიეთ ამ შემთხვევაში ვერ გავიმეორებ აი ამ ფრაზეოლოგიას. განა არ დაუდგებოდაო მას წინ, რა დაუდგებოდა მას წინ კათოლიკოსს, რომ მოეწვია სინოდი და მოეთხოვა ბრალდების დამტკიცება. მეუფე პეტრეს სწორედ ამის გამო უჭერ მხარს, რომ ის ითხოვს საეკლესიო სასამართლოს, სადაც წარსდგება ვითარცა ბრალდებელი, მანამ კი აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ თუ ბრალს ვერ დაამტკიცებს, მაშინ თავად დაისაჯოს შესაბამისი სასჯელით. ეს არის მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი, მოგეხსენებათ, ადრე ჩვენ წავიკითხეთ ჩვენს ერთ-ერთ კატეხიზმში ეს ტექსტი. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მეუფე პეტრე, დედა თამარი და მამა ანდრია ისჯებიან კანონით, რომელიც უკრძალავს კლერიკოსის ეპისკოპოსის შეურაცხყოფას. და იგივე კანონი არსჯის მამა ანდრია ჯაღმაიძესა და მამა შალვა კეკელიას, როცა ისინი მეუფე პეტრეს ლანძღვა გინებაში ათენ აღამებენ.
დიახ, აქ ნამდვილად უნდა დავეთანხმო მე ამ ახალგაზრდა თეოლოგს, იმიტომ რომ მათივე მიტროპოლიტი ჯერ კიდე განკვეთილი არ არის ეკლესიიდან, მას საეკლესიო ხარისხი აქვს და ესეთი დამცირებულია იმ სასულიერო პირებისაგან, მას სხვადასხვა დამამცირებელი სახელით მოიხსენიებენ, შესაბამისი წოდებით არ მოიხსენიებენ, ეს რა თქმა უნდა არის თვითონ ხარისხის შეურაცხყოფაც და თქვათ არ არის სწორი და არც ზნეობრივად, არც კანონიკურად. არ ეკადრებათ მათ ასეთი რამ, მით უფრო ჯერ წინასწარ არ იციან ვინ არის მართალი და ვინ არა, მაგრამ როგორც ჩანს იციან ვინ მართალია და ვინ არა და ამიტომაც აი ასეთი მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ სიმართლე. არათუ არ სჯის მათ ასეთებს, ესე იგი, რომლებიც უდიარად მოიხსენიებიან ეპისკოპოსს, არამედ პირიქით მამაშალვა მეუფე პეტრეს ერთგული ლანძღვის გამო მიტრა და მეორე ჯვარი დაიმსახურა პატრიარქისაგან. საპატრიარქოს წმინდა მამები ხშირად აპელირებენ პატრიარქის მოწყალე ხასიათზე, მის ღრმა მიმტევებლობის გრძნობაზე. თუმცა ჩემთვის ძნელია ვიპოვო წყალობა მის ქმედებებში, როცა ის საყდრიდან ამხობს ეპისკოპოსს. უზიარებლობით სჯის მონაზონს და მღვდელმოქმედებას უკრძალავს მღვდელს, რადგან ისინი მას შეეხნენ. თუ პატრიარქი უდანაშაულოა, მას პირიქით არ უნდა მიუთითო და მას არ უნდა მოეთმინა ცილისწამება და დიდსულოვნა. მამაშალვა მიქადაგა რომ ხომ ხედავთ როგორი პატრიარქი გვყავს ამხელა ცილისწამებას ითმას და პასუხს არ სცემსო. მეტი პასუხისგაცემა რაღა გინდათ პატივცემულო, მაინცა და მაინც მკვლელობა შეუკვეთოს. თუ საქმეს დასჭირდა, ალბათ ამაზეც არ დაიხევს უკან საპატრიარქო. პატრიარქს მინიმუმ ბრალდების დამტკიცება უნდა მოეთხოვა, როგორც ითვალისწინებს ჯულის კანონი და ის რეპრესიებზე გადავიდა. დიახ, კათოლიკოსი ფიქრობს, რომ ამ გზით მათ გაჩუმებას შეძლებს, მაგრამ მისი ბრწყინვალება ვერ ხვდება იმდენს, რომ ეს ასე არ მოხდება. პატრიარქის ერთადერთი იარაღი მის ხელთ არსებული უსაზღვრო ძალაუფლებაა. სწორედ ამიტომ ის ყველა გზაზე წავა ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს ამ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. პატრიარქი ვერ ხვდება იმას, რომ ამ რეპრესიებით მათ მომხრეებშიც კი კითხვის ნიშნებს აჩენს, რომ თუ მართალია, რატომ არ მოიწვევს კრებას და არ დაამტკიცებს თავის სიმართლეს და რატომ არ გამოააშკარავებს მეუფე პეტრეს როგორც ცილისწამებელს. ჩვენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სულიერ მაშველებმა უნდა ვაიძულოთ კათოლიკოსი და საპატრიარქო მოიწვიოს დიდი კრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები და იქ უნდა გაირკვეს ყოველივე წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საპატრიარქო უარს აცხადებს მსგავსი კრების მოწვევაზე, მძაფრდება და მყარდება ეჭვი იმის შესახებ, რომ ის არ ცდილობს საქმის გარკვევას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იცის ბრალდებას დაუმტკიცებენ და ურჩევნია საზოგადოება გაურკვევლობაში ამყოფოს, ვიდრე მისი სახელი სამრაჯამოდ ლაფში იქნას ამოსვლილი. დიახ, მე მეუფე პეტრესი ჯერა აცხადებს ეს ახალგაზრდა თეოლოგი და ვეთანხმები იმ ბრალდების ჭეშმარიტებას, რაც მან კათოლიკოსის წინააღმდეგ წამოაყენა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე მართალია, წინააღმდეგ შემთხვევაში კათოლიკოსი უკვე გააკეთებდა გასაკეთებელს. დიახ, მომიტევეთ კიდევ ერთხელ ასეთი მართლაც მძიმე ტექსტის ჩაკითხვა. აი ეს ადამიანის უერთდება იმ ბრალდებას, მან როგორც ჩანს კიდე იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამას თქვათ აქ აფიქსირებს და ვიდრე ჩვენ გვეუბნება ის და ეს ყველაფერი უნდა გამოჩნდეს სწორედაც საეკლესიო სასამართლოზე, რაც გარდაუვალი არის და უნდა გაიმართოს. იმიტომ თუნდაც რომ ახლა ბრალდებელმა პიროვნებებმა თავიანთი სიტყვა უკანაც რომ წაიღოს, უკვე საზოგადოებას აინტერესებს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი და ჯანსაღ საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს ეს ნორმალურ ქვეყანასა და სახელმწიფოს. გარდაუვალი არის აი საეკლესიო სასამართლო. ჩვენ პირადად მე ამას მოვესწრები, ვერ მოვესწრები, ეს სხვა საკითხი არის, მაგრამ ამას დღევანდელობა თუ არა, ისტორია მაინც გასცემს პასუხს, ამაში დარწმუნებული იყავით. ასეთი რამ ასე უყალოდ არ ჩაივლის. დღეს თუ ხვალ ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. ჩვენ აი ვეცდებით კიდევ ერთხელ თუ დაკავშირება მოვახდინეთ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილთან, აი ისიც ჩავთოთ, ისიც ორ სიტყვას სიტყვის ამ საკითხზე თავისებურად. თუ არა შემდეგ წაიკითხოთ მამა ანდრიას გზავნილს და ამით დაგემშვიდობებოდით ბოლო სამი პატარა საკითხით. დიახ, აი სასულიერო პირები ერთმანეთში ასე უტიფრად საუბრობენ, ისეთ საზიზღრობებს, აი ეს მახშფოთებს მე ყველაზე მეტად. რასაც შემდეგ საჯაროდ უარყოფენ. ერთია რომ ადამიანს არ ჯერა რაღაცა სიცუდე, რაღაც ბოროტება, საზიზღრობა და გულწრფელად ვინმეს პატივსცემს. მე პატივსცემ ადამიანის ასეთ გრძნობას, ასეთ პატივისცემას. მაგრამ ახლა შენ რაღაცას ერთ საშინელებას საუბრობდეთ ან შენს სულიერ მამაზე, ასე ვთქვათ, არა?
და მეორე მხრივ კიდევ აქეთ ხელსაფარებდა და წმინდანად აცხადებდა და მას წირვალოსებში იხსენიებდა და რა ვიცი უწმინდეს უწოდებდა და ყველანაირად უფალსა და შენ შორის შუაში აყენებდა. აი ეს ყოველად გაუგებარი რაღაც ამოხსნელი ფენომენი არის ჩემთვის. რა უნდა გითხრათ? აი მაგალითად რომ ავიღოთ ახლა აი სასულიერო პირებისაგან და ეკლესიაში მყოფი ახლო გარემოცვიდან აი პატრიარქისა არის ცნობილი სხვათა შორის რომ ერთმანეთში ასე საუბრობენ რომ აი მაგალითადო პატრიარქმა ასე ხელი დაარტყა, ხელით შეეხო, ესე იგი, თქვათ, ერთ შემთხვევაში მე ვიცი ერთ-ერთი სასულიერო პირისაგან ესა, თქვათ, ერთ-ერთ პიროვნებას არ დავასახელებ, ვიცი ის პიროვნებაც, ვინც იგულისხმება ამ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში კიდევ სხვა პიროვნებასო, მისი ვინაობა არ ვიცი, მაგრამ ნუ თანამდებობა ვიცი, ახლა არ ვიტყვი ამას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა და აი ესეთი ამბავი ერთმანეთში ასე ტრიალებს აი სასულიერო პირებში და ეს სხვათა შორის მოციქულთა 27 კანონის მიხედვით არის დასჯადი თუ სასულიერო პირში ხელით შეეხება ვინმეს, ანუ დაარტყამს მას ან ვინმეს აცემინებს, აღარ ვლაპარაკობთ ვინმეს მოაკვლევინებს, ის განიკვეთება საეკლესიო ხარისხიდან სულ მცირე და მე პირადად ასე ვიტყოდი, თქვათ, სხვისი განკითხვა რო არ გამომივიდეს და ნიშნის მოგება ვინმეზე, რომ ღმერთმა მე პირადად აი ნუ მომასწროს იმ დღეს, რომ აი მე ხელით ვინმეს შევეხო ასე დავარტყა და ნუ ერისკაცობაში შეიძლება ითქვას, მე არავისთვის ხელი დამირტყამს და არ შევხედავ ვინმეს თუდად ასე ხელი, თქვათ, ამიტომ პროსასულიერო პირობაში მე თქვათ ღმერთმა ნუ გამითენოს კიდევ ამოფის ჟამი რომ ასეთი რამე მოხდეს ჩემზე, იმიტომ კი არა რომ მე ვინმეზე უკეთესი ვარ, თქვათ, არა ინფალმა თუ არ დამიცვა, მე თქვათ შეიძლება სხვაზე მეტად დავეცე და მე მირჩევნია რომ აი მოკვდე და ასეთი რამე არ მოხდეს. რატომ? იმიტომ კი არა რომ ჩემი სამღვდელო ხარისხისა იმდენად მეშინია რომ არ დავკარგო და თანამდებობა არ დავკარგო და რაღაცა ჩემი პირადი ცხოვრება, არა. ღმერთმა იცის მე პირიქით ფიქრობ რაც შეიძლება მალე გამთავისუფლდა იმ ხუნდებისაგან, რასაც ღვთისმსახურება ქვია დღევანდელ დროში ამ გადაგვარებულ საზოგადოებაში, თუმცა ბევრი კარგი და შესანიშნავი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყნად, თუ ჩვენს ერში, თუ უცხოერებში. უბრალოდ ეს ყველაფერი დამღლელია, მე პირადად აი გადამღალა ამ ყველაფერმა, თქვათ, შეიძლება ითქვას ასე და განსაკუთრებით ამ ბოლო წელს განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებსაც ჩვენ ახლა აგერ რამდენიმე წუთია უკვე ვუტრიალებთ და უკვე 1 საათი გავიდა თუ არ ვცდები. ამიტომ მე დიახ ვფიქრობ რომ აი მოვიხსნა ეს ჯვარი გარკვეულად როგორ აი ახლა ესე დატოვება გლობის არ შეიძლება ასე პირდაპირ, მაგრამ ნუ თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, მაგრამ რა ისე თქვა მსურდა რომ აი ვინმესადმი ხელის დარტყმის გამო რომ დავკარგო გლობა, თქვათ, ეს კი არ მინდა, ამას მირჩევნია რომ ცოცხლად შევეწირო, თქვათ, უფალს შევეწირო, სამშობლოს რაღაცა მომკლანი მსხვერპლი ვიყო და რაღაცნაირად ჩემი უღირსება და ცოდვები იქნება ამით გამოვისყიდო ღვთის წინაშე. ამიტომ ასე ამას ვფიქრობ რომ აი სასულიერო პირისთვის ის მძიმე არის ის მართლაც თუ ვინმეს ხელით შეეხება და ხელით ეცდება მის ასე ვთქვათ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამას რატო უსვამთ ჩვენ ახლა ხაზს? იმიტომ რომ ბევრს აი პატრიარქი წარმოუდგენია რაღაც მითოსურ პიროვნებად, რაღაცა მოვლენად, რაღაცა ისეთ ღვთისგან მოვლენილ რაღაცა პიროვნებად, რომელსაც არანაირი არც შეცდომაც კი არ დაუშვია ცხოვრებაში, ეს არის უცდომელი, მისი სიტყვა ყოველთვის ღვთისგან არის და ასე შემდეგ. აი ჩვენ კატეხიზმების განმავლობაში ჩვენ სულ ვეებრძვით აი ამ ცრუ მადიდებლობას, აი ამ კერპთაყვანისმცემლობას, ადამიანის გაღმერთებას. ამ კუთხით ვამბობთ, რომ ასე არ არის ბატონებო, როგორც ეს არის გავრცელებული და რასაც აქვს ასეთი დიდი რეკლამა გაკეთებული, შეიძლება ითქვას, აი განსაკუთრებით ბოლო 10 წლეულებში ამ პიროვნების მიმართ. თორე ადრე არ იყო სხვათა შორის ასე, ეს პიროვნება საზოგადოებისათვის არასოდეს ყოფილა ისეთი, ვთქვათ, პატივსაცემი, თუნდაც მე მახსოვს ეს 87 წლიდან ამ პიროვნების შესახებ თითქმის ყველაფერი. ეს რაღაც ბოლო წლებში მოხდა უფრო ესეთი გეგმაზომიერი ამ პიროვნების გადიადება ბოლო 10 წლეულში, უფრო ბოლო ასე 2-10 წლეულის განმავლობაში შეიძლება ასე ითქვას. დიახ, აი გიორგი ტიგინაშვილი თუ ჩაერთვებოდა სამწუხაროდ არ ხერხდება მისი ჩართვა. მაშინ მას მე ვკითხავდი ერთი საკითხის შესახებ, რომელშიც ის არის უფლებამოსილი, რომ განაცხადოს ადრე ისყვებოდა ამ ამბავს, მე ტექნიკური წყვეტა მოხდა, იმიტომ რომ 4 საათს გადასცა ჩვენი ეთერი და თავისთავად გაითიშა უკვე ეს პირდაპირი კავშირი და სწორედაც იმას ყვებოდა ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომ იყო ასეთი შეხვედრა და მე მისგან ვარ უფლებამოსილი ეს ვთქვა, რომელიც შედგა პატრიარქის ძმისშვილი მიტროპოლიტსა და მეუფე პეტრეს შორის, სადაც პატრიარქის ძმისშვილი თვითონ იქეთ ეუბნებოდა მეუფე პეტრეს იგივე ცოდვის შესახებ, რაშიც შემდეგ მეუფე პეტრემ ბრალი დასდო
პატრიარქს. ანუ ეს არ არის მხოლოდ მეუფე პეტრესათვის ცნობილი ეს ამბავი, როგორც ჩანს და აი ეს საკითხიც უნდა იქნას აუცილებლად განხილული. დიახ, მე გადმოგცემთ სხვის მონარქოს ამ შემთხვევაში, რომლის დადასტურების ვალიც თვითონ აქვს აღებული აი ამ სიტყვების წარმოქმნასაც და შემდეგ ვინც ეს პირადად გადმომცა. აი ამას თვითონ უფრო კარგად მოყვებოდა გიორგი ტიგინაშვილი, მაგრამ ამ შემთხვევაში აი მე მომიწია გამეორება მოკლედ ამ ისტორიისა, რაც თავისთავად არის ამაზრზენი, იმიტომ რომ თუ ახლა ეპისკოპოსმა იცის თავისი პატრიარქის ასეთი მძიმე ცოდვა რა მნიშვნელობა აქვს, მისი ახლა ბიძა არის თუ მამაც რომ იყოს არა, მან ამ შემთხვევაში პირველმა უნდა აღიმაღლოს ხმა და უნდა აღემაღლებინა ხმა, ხელი კი არ უნდა დააფაროს ასეთ საშინელებას და მასაც მოეკითხება პასუხი თუ დაუნტკიცდა ეს მას. აი ეს კანონების ძალით მოეკითხება და მე პირადად პირდები მას რომ მას პასუხს მოკითხავთ ამის გამო. თუ მე ცოცხალი ვიქნები. თუ არა სხვები მოკითხავენ. ასევე აი გიორგი ტიგინაშვილი არის გარკვეული მოწმე ერთ-ერთი მოვლენისა, რომელიც არ შემიძლია არ დავასახელო და ამ შემთხვევაში თვითონ დაასახელებდა თვითონ იმ სასულიერო პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მოვლენაში, მაგრამ რახან მე მისგან მონაყოლ ამბავს გადმოგცემთ თქვენ, ამ შემთხვევაში შევიკავებ თავს იმ სასულიერო პირის დასახელებისაგან და სხვა დროს ალბათ გვექნება საშუალება, რომ გიორგი ტიგინაშვილმა კიდევ ისაუბროს აი ამ საკითხზე და ის უფრო დაწვრილებით მოყვება ამ ისტორიას. ახლა მე მოგითხრობთ რაღაც ამაზრზენ ვითარებას, რომელიც აი პირდაპირ აი სისხლს მიმღვრევს წარღვებში. აი პირდაპირ ყელში მებჯინება ეს ბურთები, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ახლა ეს ქრისტიანობა ის არ არის, აი ესეთი ხელოვნური ვითომ სიმშვიდე რაღაცა ვითომ აუმგრევლობა, რაღაცა ესეთი აპატიეთ და რა სიტყვა ვიხმარო არ ვიცი, რაღაცა ესეთი მართლაც გადედლებაო რო იტყვიან, აი წაღა რო იხმარა იმ ახალგაზრდა თეოლოგმა თავის კომენტარებში. არ შეიძლება ცოცხალი ადამიანი ამაზე არ აღილდე და სისხლმა მართლაც რაღაცა არ გიყოს რაღაცა, რა ვიცი, რა ვთქვა, არ დაგეძრას ძარღვებში, აი წაღანაც ეს ახსენა აი ამ გიორგი გელაშვილმა, რომ ამას მშვიდათო ვერ უყურებო მე დღემდეო და საოცარი ემოციებით განიცდის ამ ყველაფერს. ბუნებრივია, ახლა ადამიანი მაშინ უნდა იყო მთლად უგრძნობი, უგულო და ნელთბილი, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ამოვანთხეო ჩემი ბაგეებიდან, თუ ასეთი ნელთბილი იქნებიო. ესე იგი მოხდა ესეთი საშინელი რამ, რომ სასულიერო პირმა ჩაკეტა 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდა ბიჭი და მაპატიეთ და ოპატიურებდა მას. ერთ-ერთი ცნობილი მოძღვრის ახლა თავს ვიკავებ, კიდევ არ ვასახელებ, მაგრამ მას მალე მოუწევს საეკლესიო სასამართლოზე. თუ ერის სამჟავროზე აი ამ საკითხს პასუხი გასცეს, მაგრამ გამოდის და ლამაზ-ლამაზად რო ქადაგებს. საზოგადოებაში და ესეთი მოძღვრის სტატუსი რო აქვს და იმიჯი დამკვიდრებული რო რაღაცა ესეთი მწოდნე განათლებული და მოქადაგებული მღვდელი რო არის ვითომ არა გამოვიდეს და სიმართლე თქვას მის სულიერ შვილს პატარა ბიჭს ერთ-ერთი უზნეო მღვდელი ახლა იმასაც არ ვასახელებ აი სხვები დაასახელებენ მე ამბავს გადმოგცემთ უბრალოდ და რატომ ვარ ჩვენ აღშფოთებული ამ ამბებზე აი ამას გიყვებით მაპატიეთ ამის შემდეგ აი 3 დღე ასეთ საშინელება ხდებოდა და ამ პატარა ბიჭმა შეშჩილა თავის მოძღვარს ოჯახშიც გაამხილა მამას უთხრა ბიძას უთხრა და მთელს ოჯახს და მოკიდა ამ მოძღვარმა ხელი ამ ოჯახს და მიიყვანა კათალიკოს პატრიარქთან კაბინეტში ოთახში შევიდნენ იქ მთელი ოჯახი შევიდა ეს მოძღვარიც იქ იყო და პირდაპირ მოუთხრა მოძღვარმა თავის პატრიარქს რომ აი ესეთი რამე მოხდაო სახელი გვარი დაუსახელა ამ პიროვნების ცრუ მოძღვრის იმას მოძღვარი როგორ უწოდო ვინც ასეთ უზნეობას ჩადიოდა და ვინძლო რომ დღესაც ჩადის კიდევ არა თუმცა თუნდაც აღარ ჩადიოდეს ერთხელაც რომ ჩაედინა ასეთი რამე ასეც გეკითხებით ეკლესიაში რა უნდა ანაფორაში რა უნდა საკურთხეველში რა უნდა ასეც რომელი არჩევნები გვიშველის ჩვენ და რომელი პოლიტიკოსი გადაგვარჩენს სანამ ასეთი უზნეობა იქნება საქართველოში და აი რაც თავარია თუ ასეთი ცრუ პატრიარქი ეყოლება ქვეყანას რომელმაც ესე იგი აი მე ვძრწი ვარ აქ და შეძრული ვარ კაცი ასე შორს და ასე გვიან გავიგე ეს ამბავი და როგორ ახლა ეს პატრიარქმა რო ასეთი რამე გაიგო როგორ უნდა დარჩენილიყო გულგრილი ასეთი რამის მიმართ გეკითხებით და რა უფლება აქვს რომ დარჩეს გულგრილი სულცი არ უნდა გადაეყელებინა ეს ცრუ მოძღვარი თავისი თანამდებობიდან ეკლესიიდან არ უნდა გაეშვა როგორც ღვთისმსახური არა და ესე იგი რას ეუბნება იცით თურმე ამ პატარა ბიჭს აი ეს საქმე უნდა გაირჩეს სასამართლოზე ჩვენ პასუხს ვაგებთ ამ სიტყვების გამო არაფერს ვიგონებთ აი ღმერთმა ისეს მე არაფერი მომიგონებია აქ აი გამეწყრეს ამ ჯვრის მადლი თუ რაიმეს ახლა ვთხზავდე მე და რაღაცას ჩემს სიზმრებს გიყვებოდეთ აქ
რას ეუბნება ეს მაპატრიეთ და უკვე უწოდებ ასე ცრუ პატრიარქი მე პატრიარქს ვერ უწოდებ ასეთ პიროვნებას ახალგაზრდა ბიჭს ეუბნება შვილ დაივიწყე ეს ამბავიო წარმოგიდგენიათ ამბავი დაივიწყეო იმას კი არ ეუბნება რომ შენ დაივიწყე ცოდვაო და დაივიწყე საეკლესიო ხარისხი და დაივიწყე ღვთისმსახურება წადი სახლშიო და სინანულში ჩავარდიო და ისე უკანასკნელი დადექიო ეკლესიაში როგორც ერისკაცი ისე იმას კი არ ეუბნება პატარა ბიჭს ეუბნება ასეთ რამეს რომ დაივიწყეო წარმოგიდგენიათ რამხელა სტრესში და რამხელა უბედურობაში აგდებს ამ ბავშვსა და ამ თელს ოჯახს და მე მამას კიდე შეუკავებია იქ თავი და ბიძას თურმე აი ამ მამის ძმას ვერ მოუთმენია და ეუბნება თურმე პატრიარქს რომ როგორო თქვენო უწმინდესობა რა მოითმინოსო ბავშვმა ასეთი ამბავი შეგვემთხვაო და პასუხი რა გასცა მეთქი ბოლოს მე ამ პიროვნებამ ამ კათალიკოსი რო ქვია ამდენი ხანია რა ჩვენ დასამარცხინო ზურგი შეაქცია და თავის ოთახში შევიდაო. წარმოგიდგენიათ? და გამოვიდა იქიდან ეს ოჯახი და ის მღვდელი შემირცხვენია იმას თუ მღვდელი და კაცი თუ ქვია საერთოდ იმას. გააგრძელა მღვდლობა დღემდე ლამაზ სიტყვებით ლოცულობს და ქადაგებს. ეს არის ჩვენი ეკლესია, აი სიმართლე თუ გინდათ. ამიტომ არა ვარ მე ასეთ ეკლესიაში. თორე აი ამ მღვდელზე ადრე ვიყავი მე სასულიერო პირი საქართველოს ეკლესიაში. ვერ მოგვასწრებდნენ ისინი კარიერის გაკეთებას. იმიტომ კი არა რომ მათზე უკეთესები ვართ. იმიტომ რომ ასე ადვილია იქ კარიერის გაკეთება სამწუხაროდ იყო ადვილი იყო და ახლა კიდევ უფრო ადვილი ყოფილა. როგორ შეიძლება ეს ფაქტი ჩვენ არ აღნიშნოთ და სისხლი არ აგვიმღვროს მართლა აი ამისი გამგონე ადამიანი არ შეიძრას საერთოდ რა ვიცი აი მე როგორ გითხრათ აი სამარცხინოა მე ასეთი რამ არც ერთ პატრიარქთან დაკავშირების მსმენი არც კი წამიკითხავს აი ასეთ რაღაცებს ათეისტები თუ აღწერდნენ ხოლმე რაღაც კიდე უმატებდნენ იქ რაღაც კათოლიკური ეკლესიის წიაღში იქნებოდა თუ თქვაც რა ვიცი კიდე სხვაგან ალბათ არც არა რაღაც მოსაყოლადაც კი რაღაც შემაძრწუნებელი ამბავი აი მდელონაზონი მამა ანდრიას სარია რომელიც ასევე როგორც ჩანს უსამართლოდ არის დასჯილი თავისი მიდრეკილების გამო რომ გაირკვეს სიმართლე დღეს აქვეყნებს ასეთ Facebook posts და მან მითხრა მე მომწერა რომ აი ჩვენი ჩართვისათვის დაწერა ეს პოსტი და დადო კიდევაც თავის გვერდზე და მე წავიკითხავ ახლა მას 31 ოქტომბერი არა მხოლოდ პატრიარქის მხილების მომავალი იმედისა და ეკლესიის განწმენდის არამედ მსოფლიოში დაწესებული რეფორმაციის დღეცაა სწორედ 1507 წლის 31 ოქტომბერს მოხდა რეფორმაცია მარტინ ლუთერმა თავისი 95 თეზა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე გააკრა. შემთხვევით არაფერი ხდება პატრიარქის მამათმავლობის საკითხიც, ნუ ეს მღვდელმონაზონი პირდაპირ ამბობს პატრიარქის შესახებ, რომ მამათმავალი არისო. ახლა მე ამას არ ვამბობ, აქამდე არასოდეს მithქვამს და ახლაც არ ვამბობ პირდაპირ. მე მithქვამს და ვამბობ, რომ ის არის მამათმავლების მფარველი და იყო ყოველთვის ასეთი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ცუდი გაგებიდი მფარველი, თორე ადამიანურად მფარველი კი არა, ეცოდება ისინი და თქვათ პურს საჭმევს და ფულს აძლევს თქვათ და რაღაცა იფარებს შენობაში და ამ გაგებით ჩვენ რა თქმა უნდა ყველას უნდა გაუწიოთ მოწყალება და ყველა უნდა გვიყვარდეს როგორც ღვთისმფრინავი ადამიანი ბოროტება არავის უნდა გაუკეთოთ მაგრამ აქ მფარველობასაც ვამბობ ჩვენ ეთყობა ზოგს ეს კარგად არის აქ იგულისხმება რომ ის მფარველობს როგორც პატრიარქი მღვდელს ანუ არ კვეთს ეკლესიიდან როგორც სასულიერო პირს მას ხარისხს არ აყრის პირიქით აძლევს აწინაურებს და ამ შემთხვევაში როგორც ჩანს მღვდელმონაზონს ჩემგან განსხვავებით აქვს საფუძველი რომ ასე პირდაპირ ხელი დაადოს თქვათ თავის პატრიარქს და მას უწოდებს ასე სამწუხაროდ, მაგრამ აი შემთხვევით არაფერი ხდება პატრიარქის მამათმავლობის საკითხით საქვეყნო 2019 წლის 31 ოქტომბერს შეიტყო მთელმა ერმა ეკლესია და ხელისუფლება ერთად გაიწმინდება. ვფიქრობ ეს მთავრობა სტალინის გვამის მსგავსად უნდა გავაცილოთ, რადგან 1961 წლის 31 ოქტომბერს იოსებ სტალინის ცხედარი ლენინის მავზოლეუმიდან გამოიტანეს და მისი კულტი დასრულდა. საბჭოთა მამათმავალი ეკლესიის მეთაურისა და საბჭოთა ეკლესიის მამათმავალი მეთაურისა და რუსეთის მედროშე მთავრობის ერთობლივი გაცილება დღეს. მღვდელმონაზონი ანდრია წერს თავის აზრს გამოხატავს, დიახ, მეუფე პეტრემ პატრიარქის ეგრეთ წოდებული სიწმინდე სტალინის უფუნქციო ბიუსტს გაუტოლა თავისი განცხადებებით მან წერტილი დაუსვა ბელადომანიას და აქსიოსო ბოლოს წერს, ანუ ეს ბერძნული სიტყვით ღირს არსო, ესე იგი აი მისი ეს აქციელიო როგორც აი ამინი ტყვიან ხოლმე ებრაულად ასე ანუ ჭეშმარიტადო ასეთი სიტყვით აქვს ბოლოს დასმული. ანუ ეს ამ შემთხვევაში მან თავისი შეხედულება, თავისი აზრი გამოთქვა და იგივე სიტყოდა, შეიძლება უფრო მძაფრადაც ეთქვა თუ დღეს ჩვენ იგი ჩაგვერთვებოდა.
და ასეთი ფორმით მოხდა რომ აი თქვით ჩვენ მისი ასეთი გზავნილი წავიკითხეთ რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი რა უნდა დავასკვნათ ჩვენ აი ეს ახალგაზრდა ხალხი ესეც ახალგაზრდა მღვდელმონაზონია იმდენად დაბრკოლდა ამ ყველაფრისაგან აი პატრიარქის პიროვნებისაგან უშუალოდ არა და ბოლო განვითარებული მოვლენებისაგან რომ აი ასეთ რაიმეს წერენ უკვე და ასეთ თქვათ აი შედარებებსაც კი ახდენენ ახლა თქვათ რაც შეეხება მარტინ ლუთერის რეფორმაციას ახლა რა თქმა უნდა მართლმადიდებელი მღვდელმონაზონი მე ვიცი რომ ის მართლმადიდებელი ადამიანი ეს არც ეკუმენისტია ვთქვათ და რაღაცა ისეთი გადახრები მას პროტესტანტიზმისაკენ არ აქვს რა თქმა უნდა უბრალოდ ახლა შედარება მოიტანა ვთქვათ აქ ამ შემთხვევაში რეფორმაც არის და რეფორმაც ეს ჩვენ გვითქვამს რეფორმა უნდა მოხდეს რა თქმა უნდა მაგრამ მარტინ ლუთერის შემთხვევაში ახლა ეს რეფორმა რა თქმა უნდა არასწორი გზით წავიდა თუმცა იქ მარტინ ლუთერს რაღაც საფუძველი ჰქონდა რაღაც სიმართლეებს ის ამბობდა რა თქმა უნდა და ზოგიერთ საკითხში სამართლიან დაკრიტიკებდა ვატიკანს, მაგრამ ნუ ის თვითონ მე სხვა გზით წავიდა და ნაცვლად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს დაბრუნებოდა, პირიქით რაღაც ახალი მიმდინარეობა ჩამოაყალიბა, ის სხვა საკითხი ახლა ამაზე არ საუბრობს და ამას არ გულისხმობს ეს ახალგაზრდა მღვდელმონაზონი და თეოლოგი, მას ხარისხი აქვს დაცული სხვათა შორის დოქტორი გახლავთ, აი ამ საკითხებისა, საერთოდ ეკლესიის ისტორიისა და ეკლესიის უახლეს ისტორიის საკითხებში საკმაოდ ნაკითხი და განსწავლული ადამიანი არის და მე მას ასე შორიდან პირადად ვიცნობ, ვისაუბრე ერთმანეთთან, სულ ორჯერ ვისაუბრეთ და მე ამ ადამიანზე დადებითი შტაბ-ბიჭდილება მაქვს შექმნილი, მას უყურებ როგორც წესიერ პატიოსან ადამიანს და ისიც დიდი მოკრძალებით შემოვიდა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, ბავშვობაში შეიძლება ითქვას ასე ეკლესიაში და მთელი მოწიწებითა და გრძნობით და მას უტირია კიდევაც აი ამ საშინელების მოსმენისა და გაგების შემდეგ რაც მან პატრიარქზე გაიგო და კიდევ სხვა რამეც გაიგო ახლა ის ყველაფერს აი ამ გზავნილში ვერ ჩაატოვდა რა თქმა უნდა და ისიც ითხოვს საეკლესიო კრების მოწვევას აი ამ საკითხზე პატრიარქის მიმართ ეს ბრალდება დღის წესრიგში დგას აგერ რამდენი ადამიანი ითხოვს უკვე და ჩვენი მხრივ ჩვენს უერთდებით რა თქმა უნდა აი ამ მოთხოვნას იმიტომ რომ მე პირადად მთხოვენ მე სამი ადამიანი პირადად მთხოვს როგორც ამბობენ თვითონ დაზარალებული პატრიარქისაგან შეურაცხყოფილნი და ისინი მე შემომჩივლიან უკვე აგერ წელიწადი გავიდა მეც იძულებული ვარ მეც ადამიანურად დავიღალე სიმართლე გითხრათ აი ემოციურად თავი რომ დავანებოთ იმ დროს ენერგიას რაც მიაქვს ამ ყველაფერს აი ამ საუბრებს აი ამ ჩემგან ნუგეშის მცდელობას ამ ადამიანების მიმართ მათ დაწყნარებას ზოგჯერ მათ რაღაც ესეთი გარკვეული აფორიაქებები ახასიათებთ ახლა ბუნებრივია რა უნდა გავუგოთ ასე ამ ადამიანებს ჩვენ არა მე არ მაქვს უფლება ისინი ცილისწამლებად გამოვაცხადო ისევე როგორც არ მაქვს უფლება პირდაპირ ვინმეს ხელი დავადო რაიმეში სანამ ამას სასამართლო არ განიხილავს რას ვამბობთ ჩვენ აქ ურჯულოს რაიმეს არაფერს მაინც ჩვენ ცილისწამლებს გვიწოდებენ და რა ვიცი ვლანძღავენ გვაგინებენ და მოკლითაც გვემუქრებიან სამწუხაროდ ღმერთმა მიუტევოს ყველას წავალთ დასასრულისკენ და მე გეკითხებით თქვენ ყველას ჩემო საყვარელო ადამიანებო ძვირფასო ადამიანებო გეკითხებით როგორ მოვიქცე აი პირდაპირ მითხარით მე მინდოდა აი ამ სათაურით პატარა ვიდეო მიმართვა გამეკეთებინა ადრე და სრულებითაც არ ვფიქრობდი რომ აი ეს მე-17 კატეხიზმო ასეთი დიდი მასშტაბით 13 ნაწილი გამოვიდა უკვე განმეხორციელებინა აი ფრის წინაშე გეუბნებით მე ნამდვილად არ ფიქრობდი ამას ასე მეთქი პატარა მიმართვას გავაკეთებ ვიტყოდი რომ აი მომმართავენ ახალგაზრდა ადამიანები თავს აცხადებენ პატრიარქისაგან დაზარალებულებად აი ამ მძიმე ცოდვაში და ითხოვენ ჩემგან რომ მე რაღაც შრომდგომლობა გავწიო რატომ ჩემგან იმიტომ რომ დაინახეს რომ მე ვებძვი ამ ცოდვას ეკლესიაში ჩემს ეკლესიაში იქნება თუ სხვის ეკლესიაში და სადაც არ იქნება ყოველთვის ცოდვას ვებძვი თორე ამ ცოდვის ადამიანები მე არც მძულვები არასოდეს და არც ახლა მძულს რა თქმა უნდა და რაღაცნაირად ჩემთან პოვეს როგორც მამასთან უფროს ძმასთან სულიერი ნავთსაყუდელი თავშესაფარი და მე არ მქონდა უფლება არც როგორც ადამიანს და არც როგორც მოძღვარს ხელი მეკრამ ადამიანებისადმი თუმცა ჩემთვის ეს მძიმე ჯვარია მე კი არ ვაყვედრი ამ ადამიანებს ამას პირიქით მე შესაძლოა ისე ვერ დავიხარჯე კიდე ამ ადამიანებისათვის როგორც ეს საჭირო იყო მათთვის ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ მე ყურს არასოდეს ავარიდებ და არამირიდებია მაპატიეთ უკვე დავიღალე აი ამ ემოციურად აი ეს ისეთი უმძიმესი თემა არის არამირიდებია ყური ამ ადამიანებისადმი და რაღაცნაირად ჩემი მოქალაქეობრივი თუნდაც გნებავთ ასე ჩათვალეთ და სარწმუნოებრივი ვალის მოხდა არის ის რასაც ახლა მე თქვენ ასე გაწუხებთ და ვცდილობთ აი გულწრფელად გთხოვთ გევედრებით რომ დაწერეთ კომენტარებში ამ ამბავზე აი ამ საკითხზე
პატრიარქთან დაკავშირებული აი ამ უმძიმეს ბრალდებაზე და მომჩივანები რომ არიან. აი რა ვქნა, როგორ რა მოვიმოქმედო. აი გეკითხებით, აი ვიდეო მიმართვას მივმართე ოფიციალურად, ახლა პატრიარქს ვერ მივმართე, იმიტომ რომ მე არა ვარ უშუალოდ ამ ამბის თქვათ არც მხილველი და მონაწილე, მაგრამ მე მივმართე მის მიტროპოლიტ ზოსიმეზე, რომლის მიმართაც ჩვენ ბრალდებები ყოველთვის ჰქონდა და ჩვენ ვამტკიცებთ ამ პიროვნების შესახებ, ის ნამდვილად ამ ცოდვაში ვამხილეთ ჩვენ ჯერ კიდევ ადრე და პატრიარქი მას ხელსაფარებდა ყოველთვის და ჯერჯერობით სინოდი ამ საკითხს არ განიხილავს და არც აპირებს ალბათ განხილვას სავარაუდოდ. თუ განიხილავენ ამ საკითხს ჩვენ მხოლოდ მადლობას ვეთქვით, ჩვენ წავდგებით ამ სინოდზე, თუ ცოცხლები ვიქნებით თუ არა, ვინც იქნება ცოცხალის წარდგება, ამ საკითხის მოწმე და მამხილებელი, ასე ვთქვათ. თუ არა, მე ვალდებული ვარ ამ საკითხზე უკან არ დავიხიო, ეს ჩემი აკვეტება არ არის, ეს ჩემი მოვალეობა არის პირდაპირ, სარწმუნოებრივი და თუ გნებავთ ეროვნულიც. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აი მირჩიეთ დაწერეთ რაიმე, აი როგორ მოვიქცე რა, გავჩუნდე, საერთოდ არ გავიღო ხმა და ამ ახალგაზრდებს, ამ ბიჭებს წაუყრუო და აღარ უპასუხო, მოვიკვეთო ესენი, თუ როგორ მოვიქცე და თუ არა, მაშინ რა ფორმით მივაწოდინო ხმა საპატრიარქოს, აი პატრიარქს რა ფორმით მივაწოდო ხმა, აი შუამდგომლობას გთხოვთ, აი რიტორიკულად კი არ გეკითხებით ნანიშნის მოგებით, აი მართლა გთხოვთ და გავითვალისწინებთ თქვენს აი მოწოდებულ წინადადებებს. ბევრისთვის პატრიარქი არის ანგელოზი და ანგელოზი კაცი არისო და აი უკანასკნელი პატრიარქი არისო ჩვენიო ბოლო რომელიც მთებში გაიყვანსო ხალხსო ჩვენ ამაზე აი წავიკითხეთ რაღაცა ესეთი სიზმარი ერთ-ერთი პიროვნებისა გასულ კატეხიზმოზე მიმოვიხილეთ და ეს არისო ესე იგი კაცი რომელსაც ღმერთიო ზეციურ ტახტს ჩააბარებსო საქართველოს ზეციურ ტახტს ჩააბარებს ესე იგი ზეციური საქართველოს პატრიარქი იქნებაო ესო აი ესეთი რაღაცა რა ვიცი აი მაპატიეთ, მაგრამ სულ საერთოდ რომ არ იყოს რაიმე ბრალდება ასეთ ამ პიროვნების მიმართ, მაინც ასეთი რამ ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ არის გასაღიმებელია უბრალოდ ახლა რა უნდა უპასუხოთ ამაზე სერიოზულად. და ჩვენ ასე ვიტყოდით ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან ორი შემთხვევა არის. ეს პიროვნება საქართველოს პატრიარქად უკვე მყოფი 42 წელი არის, დიახ. ან თვითონ მართლაც არის და იყო იმ ცოდვაში, რომელშიც მას ბრალსდებენ, ეს ჩემი ამ შემთხვევაში გადასაწყვეტი არ არის, ამას საეკლესიო შესაბამისი ორგანო უნდა გადაწყვეტდეს მოწმეების გამოკითხვისა და მთელი რიგი პროცედურების ჩატარების შემდეგ, ან არ არის ასეთი, მაგრამ ჩემთვის და გადამწყვეტი მნიშვნელობა მას ადრეც მithქვამს და ტელევიზიითაც კი გავაჟღერეს და არც ახლა აქვს, იმიტომ რომ ეს პიროვნება კიდევ ვიმეორებ, ყოველთვის ასეთ სოდომურ ცოდვაში მყოფ სასულიერო პირებს წაახალისებდა, ასეთების შემოყავდა ერისკაცებიდან, აკურთხებდა, აწინაურებდა, ასეთებს მფარველობდა და თვითონაც თანაზიარი ხდებოდა აი ამ მძიმე ცოდვისა. ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ ამ პიროვნებას ანგელოზი ვერ უწოდოთ. ის ჩემ თვალში, ამიტომ ანგელოზი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მე გარკვეულად შეურაც ყოფილადაც გრძნობ თავს მისგან. რატომ? იმიტომ რომ მე საქართველოს ეკლესიაში ვიყავი დიაკონი წლების განმავლობაში. შემდეგ აი 4 წლის განმავლობაში ვიყავი ასე თითქმის დიახ 3 წელიწადი რამოდენიმე თვე დიაკონი და ნუ მთავარდიაკონიც ვიყავი თქვა ერთ-ერთ ეპარქიაში და მე პატრიარქს როგორც მოგეხსენება თქვენ დიაკონი იხსენებთ წირვალოსთვის დროს კვერექსებში მოვიხსენებდი მას შემდეგი ტიტულით უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია რა და ილია მეორე ვამბობდი ასე ლოცვებში და ახლა თუ ეს ადამიანი მართლაც კაი თავი დავანებოთ თქვათ პირობითა და იმ მფარველობას რასაც იგი ეწეოდა ასეთი მძიმე ცოდვის სასულიერო პირების მიმართ და თვითონ თუ მართლაც თუ ხას უსვა მართლაც ასეთ მძიმე ცოდვაში იყო და მე ის თავს მახსენებიებდა როგორც უწმინდესი და უნეტარესი ასე თქვათ კი ეს ტიტულია მაგრამ ნუ თვითონაც ხო უწმინდესი კაცი უნდა იყოს ახლა ეკლესიის წინამძღვარია რა და ასეთ სიცრუეში მამყოფებდა და სიბრმავეში ვთქვათ არა მე პირადადაც მას პასუხს ვთხოვ ამისათვის და აბა მთელი ერის წინაშე უნდა აგოს პასუხი ასეთმა ადამიანმა გაუგებრად ვამბობ რაიმეს და რომც არ იყოს ის ასეთ ცოდვაში არა ის ყოველთვის ბოლომდე მფარველობდა ასეთ უწმინდურობას რამაც მე მაიძულა დამეტოვებინა მისი ეკლესია იგივე საქართველოს ეკლესია წოდებული და წავედი ვთქვათ სხვა ეკლესიაში სადაც არ ხდება ასეთი უმსგავსობა სადაც არის მართლმადიდებლობა და სადაც არის ვთქვათ ზნეობრივი სიწმინდე დიახ ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ასე უგრძნობ და ასე არის და აქეთ გვაყვედრიან რატომ წახვედით რატომ განგვიდექით განდგომილი ასეთი ბოდიში ბატონო თქვენთან არ ვიყავით
თქვენთან ვიყავით, თქვენთან ვიშვით, მაგრამ იძულებული გავხადეთ თქვენგან წავსულიყავით, აბა რა უფლება გქონდა თქვენთან ყოფილიყავით? კი არა, უფალმა ისიც მაპატიოს, რაც თქვენთან ვიყავი აქამდე. და აქამდე არა, მე უკვე 1997 წლიდან წამოსული ვარ საქართველოსდან და მაშინ დავტოვე საქართველოს ეკლესია ფაქტიურად და დეიურეთ კიდე უკვე მოგვიანებით, ასე ვთქვათ, განტევების ბარათი მივიღე, საერთოდ კანონიკურად ვარ წამოსული, ასე რომ არც გამოგდებული ვარ და განკვეთილი ვარ, როგორც მივცელებენ ამ ხმას და არც ვთქვათ, ისეთნაირად უკანონოდ ვარ კიდე წამოსული, ყველანაირად ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ჯულის კანონი ითხოვს და გადავედით სხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში. თქვათ არა? და ანგელოზი არის ბევრისთვის, მე მესმის იმ ხალხისთვის, ვისთვისაც მართლაც გულწრფელად არის პატრიარქი ილია ანგელოზი. მაგრამ მე პირადად სამწუხაროდ მას ანგელოზად ვერ შევაფასებ და ჩემი გადმოსახედიდან ნეტავ ვცდებოდე, ისტორია მას ანგელოზის სახელს კი არ მიაკუთვნებს, მას ეშმაკის სახელს უფრო მიაკუთვნებს, ეშმაკიც დაცემული ანგელოზია.